მოგესალმებით მეგობრებო, მორბოდი ახლა და მორბოდი შენი დიდი მანქანა. დღეს პოდკასტის მორიგი 1000 რაღაც ეპიზოდის ჩაწერა. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ალბათ ხვდებით, მაგდა გვარს არ დავასახებ, იმიტომ დამავიწყდა. მაგდა ჩაკუჩა. არა, იმიტომ რომ მამა უჭრეს. ჩაკუჩა რა, ჩაკუჩას თულია? ჩაკუჩა არ არის, ნაჯახაა იქ მგონი. არა. ურო. კაი მოკლედ. აი თვითონ დაიწყო. მე მგონი ძალიან გამიჭირდება დღეს. მე არ ვიყავ მზად. მოკლედ მაგდაზე ვინც გახსენდებათ ეგ რა. მე არა. TikTok-ერი მაგდა ესე წაგადგინოთ, ხო? კი. არა, მართლა რამე სხვა რეგალ მოცეკვავე ხო არ გინდა? მოცეკვავეც დავტოვოთ. მოცეკვავე TikTok-ელი. YouTube-ელი არ არის ხა, YouTube-დან წავიდა. სეზონურად YouTube-ის სეზონურად. რატო არ არის პროექტში იყო ძალიან YouTube-ელი? აქ-იქ YouTuberi პროექტში იყო და ჟიური რო არ ყოფილიყო, აი ძალიან არაკომპეტენტური და აი ძალიან ცუდი. თვითონაც რო არ დაეკიდებინა ყველაფერი. აუ ეს ყველა ნახვაზე წავამაძახა. ბიჭო, აი ხა შენც კიდია, შენ YouTube-ი, მაგრამ მაგდა რა შვები, მაგდა რა. აუ რა მომბეზდა. აი, ეგ იყო მაგ. ცოტა ეგ იყო. არ მომბეზდა. მაგდა დასასრული იყო ეგ. საწავი არ გიყო. საწავი არ გიყო. გვია მაგას. ვიღაც ეცვა ამის და შარვალი, გაიგე? და მაგის აი თვალწამ დღეს პროექტი. მე რა შევიდა? შენ გეცვა თუ? არა, მე კიდე კაი არა. სხვა ბიჭს ეცვა რა. ამის არის შარვალი. რა ქვია მეთქი ერთნაირი. რა დაპირისპირება მოხდა მაგას. ზართულია ცხოვრება. მარგველას მოკითხვა აქედან. არც მაშინ მევასებოდი, არც ახლა მევასები. ვერიტანდა აი ეს. ეს შიდა ხუმრობა ანუ. არა. არა, მართლა ვერიტანს უყოდ მარგველას. აი ხო ვიწყო. შენ როგორ გაგხომე? ისინი კაკო მისწიცხება. კაკო. ეგ შენ სავის რო. და ცუდ კომენტარებს წერ fake account-ით ვაჭრო. შეციროშე, შენ დაგეჯვა გუშის საერთოდ რაღაცებაში. ეს სუმბათაა? ის არ მომეცი. გასტრომის უფლება რო არ მომეცი. ვინ არ მოგცა გასტრომის უფლება? ყველაფერი იცის. აჩი მე არ მივეცი გასტრომის უფლება? ყავაში. არა, გასტრომის უფლება მოგცა מחარ. უბრალოდ ადგილი არ იყოს კოდში. ანუ გავიყოს თუ არა ეყავა მაინტერესებს. დაგეჯვა. ხო, უშაქრო ყავასო? არა, უშაქრო ყავას არ ვსო. შახრიანია. ხო, სამყარო. რა უნდა გაგიყო? იმიტომ რომ 12 საათზე გადამიყარე. ერთამეს ვიტყვი. შეიძლება? არ მინდა უბრალოდ ფლოტისთვის. მე სხვათა შორის ფლოტისთვის. מחარ. ნუ იჯენზიებ თავსა, გაიგე. ფლოტისთვის გაწესე დელაპარაკი. ვიჯენ. ახალი გამოთქვა დამკვიდრდა. ნუ იჯენზიებ თავსა. რა არის? იმის თქვა, არა, იმას მე არ გაგცემ პასუხს ახლა მე ვილაპარაკოთ მაგაზე, შენ გასტრიმის უფლება გქონდა. აბსოლუტურად კონტრაქტის მიხედვით, უბრალოდ შენ არ გასტრიმე. უბრალოდ ადგილი არ იყო იმ დღეს. აჩი რა მეთქეცი? აი, ხარ გას შენი ადგილი იქ არ იყო. מחარ, ნახე 10 კაცი იყო შემოსული და რო შემოვიდნენ, ვიღაც უნდა მეთქო, ეხა מחარა უნდა მოვიდესო. რა შენ ძალიან გინდა, რომ מחარა მოდის და გააჯვი. აი, მაგრამ ვერავის ვერ უთხარი. მართლა, მარა დედასპიც მართლა გეუნები, შენ მაგის უფლება გაქვს და როცა გეცლება და სხვა არ იქნება, შენ ითამაშე. ყავა გასპონსორებთ ისე? არა. გეტყობათ. რა სუნი აქვს? מחარ. რა ყოფსი არის ბიჭო, რასტარიმი, რა გინდა? და აქვე დაუძენ იმას, რომ აჩი შენ რომ მითხარ რომ მაგდა მოდისო სტუმრად და ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ მიყვარს ესეთი სტუმრები, რომლებიც პოდკასტის ვაიბში ძალიან კარგად ჯდებიან და მადლობა მყავს. მადლობა რომ მოხვედი. არა, მე ყავაზე არ ჩაგეცილები, ანუ არანაირად. იმიტომ რომ არ მოწონს. აყურებლებო, იცოდეთ რომ ძალიან პოდკასტური გადაცემა გველოდება წინ. რატო აიღე ყავა იქ? მოკლედ ეთყობათ რომ ყავა არ ასპონსორებთ. არ ვარ გაგემო. არ ვარ გა. დავით აუ, ეხლა არ ვარ, პელეს სუნია. დავით მადლობა ყავისთვის. პელეს სუნეს ესე პელე კაი ყავა ყავა. ის არის. რასასო? მაგრამ რადგან ცხელია? რასასო სახში, რასასო? მე რო ვერ ვსვამ კარგი ყავა სახლში, იმიტომ არ ვიკეთებ. კაი, სხვაგან სადასო? კარგი სუმბათას. სუმბათას. სუმბათა კი არა. კარგი ყავა სადასო თვი. ვერ ვიტყვი. ვერ ვიტყვი კი არა, ვერ რასო. არა, ვსვა, მოღონდ მარტო ცივს რა. ცივყავას. ცივყავას ნაყინით. აუ, ასე მიძლია იგი. ცივყავა ნაყინით. ცივყავა ნაყინით. ბელასტორტი. ბელასტორტი კაია. სარკასტიკაში გაჯვეს შენ რაღაცაზე. მართლა? მომენტი შეხვდა, ნახე როგორ ხარია. არა, მე მაყურებელი ვარ, ერთ გული გულში მეთქი ვარ, რაღაცა იმათ ლადო გუდიაშვილი ხარ მოგოყანავთ და შენ პრაქტიკით გატაკეს და როგორც დასეონები ხარ. არა, არ ვიცი, ნახავ და შევაფასებ, მაგრამ სასიამოვნოა. მე წავალ რა ცოტა ხანი რა. კაი, რა, მე წვილაპარაკო, ანუ შეგონი ვერ დაუძახებ ვიღაცას თუ რა შეჩემა. ეს არის ვილვეტ ყოფილი რეგბისტები რომ ვილვეტის შავი დადიახობენ და ზევით მაინც ინარჩუნებენ რეგბისტობას. აი ეგ არის მოსული, აი.
რა გინდა რა? ნორიოში ვიყავი, კაი ამინდი იყო და რაც ქონდა ეგ წაღებული, ჩავიცვი და წამოვედი იმ. რა, ჩემის ეგრე უნდა გქონდეს ისედაც, არა? მიკროფონის ვან. ხო, რავია. მოტკეცილი არ არის ხა ეს. ნამდვილად არა. მოდი მაყურებელმა შეაფასოს კომენტარებში დაუწეროთ კომპლიმენტები. მაიკაშიც ვერ ეტევა. რეგბისტი ალბათ ეს რამე სხვა სახეობაა, ანუ აბა რაგბისტი, ისე. მორაგბე, ნახარ. აი რაგბისტიც არ არის სწორი. დღეს გვესწრება მორაგბე არის თუ რაგბისტი? მორაგბე. ყოფილი მორაგბე არა ხა? კი. ხომ არა, რეგბისტი. ოკეი. რა. რეგბისტი. ეს წელს ხო ვილაპარაკეთ კაცო. ხო, მე რატომ ამბობ რეგბისტს? ნინიაშვილი რო იყო. ხო, მე რატომ ამბობ რეგბისტს? აუ გითხარ ჩვევაში მაგას. შენ მე ჟიურიში რო გამიჯდები, ვიღაცას მეტყველება უნდა შეუფასო, ვიღაცას ქართული ლაპარაკი და რეგბისტიო რო გაიძახი. ქართული მეტყველება და ის კი არა ბიჭო. ლოგოპედი კი არა ვარ შეჭება. გიორგი შანიძე. მე ლოგოპედი არ ხარ, მაგრამ გჭირდება. მე შეიძლება. რა გინდა ისა? ტრაქსტიც მარჭობს და რა უნდა, ჰა? ბიჭო, ვაჩი ხო ტაკეს და შენ ხო გინდა რომ გესიამოვნოს. მახარას მიკროფონი მოჭმული რატოა? იმიტომ ანუ მოკბეჩილი აქვს. თავისან ჭამა. მოჭმული? მოჭმულია. არა მარტო მიკროფონი მახარა სხვა რაღაცებიც აქვს მოჭმული. რა წარმომეცი უფლება? ბელასტორტები. ბიჭო, სტომარი ვყავს ახლა. რაღაცა მოვიკითხოთ როგორ არის. როგორ? რატო არ აქტიურობს ბიჭო? რეკლამებს შევაკეთე. რა? რეკლამებს და კიდე აკეთე. აბა გამიკეთე იმის რეკლამაი, მიდი უთხარი. ისა მაგდა, აი ძირითადად ძალიან ტრენდული კითხვაა ეს. ყველას ეკითხებია ხოლმე, ყველაზე მეტი რეკლამაში ამდენი გადაუხდიათ. ვისთვის უკითხავთ. ამ გადაცემაში ძალიან ტრენდულია. ამ გადაცემაში ძალიან ტრენდულია. ვის უპასუხია თან? ვის უპასუხია? კომპანიების ლეველი, აი რამდენ სისულელეში. ეხა ერთ კომპანიას მიწერე სისულელეთან ხა? რა? და თუ დამთანხმდება მაწყობა. სულელურად ცოტა თუ? არა, სულელურად ბევრი. სულელურად ბევრი. ამიტომ წიაზე მახსოვს რომ მოვიდა რომ რა რა ხარ ბიჭო, აი იქაც რო აცინებ, აი რა ხარ ბიჭო რა. ცირკი ბიჭო რა, ცირკი. აი მეგობრებო, მონტაჟი, მახარას მონტაჟი როგორი სასიამოვნოა რა. ნუ ვიღაცა იქეთა ოთახიდან იხევა. არა, წიაზე მახსოვს რომ რაღაცაზე მოვიდა რომ რამდენი უთხარიო მაგრამ 50 ლარიო და მოუხია. არა, ეხა ეს იმიტომ მკითხა რომ ერთ ძალიან დიდ კომპანიას ადრე ძალიან იაფი უთხარი. ახლა აი რატო უთხარი იაფი, იცი? ვინც მწერდა, მაგასთან ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა და უცებ დამავიწყდა რომ თვითონ ეს კი არ მწერდა, კომპანია მწერდა და ჯიგრულ პონჩი ლარიოცად სიმბოლური თანხა. რამდენი რეკლამა? არა, ნახე, ვიტყვი რა. ვიდეოზე უთხარი 300. 300 ლარი. და მე კაი, ძალიან ცოტა 500 იყოს თქო. და იმას არ ეხერხულა რომ კაი რა 500 არა, ლარი. არ ეხერხულა. ერთი 5 მაგ ბიუჯეტი იყო 1000 ანუ. მოკეთ, ანუ ვინც უყურებთ, ეხა აი არც 300 არ არის, ცოტა და არც 500 რა, 120 ლარზე ვმუშაობდი ერთი თვე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მაგრამ ნუ თვითონ იმ კომპანიას ბევრად მეტი ქონდა უეჭველი გათვლილი რა. ეგ სქემი რო გაქვს. აი იღვიძებ ჩვენ. მოიწერ ნახევარ საათი ჭირდება რომ რა მკითხა და მორიგი, არა, მორიგი საოცარი კითხვა დასვა გიორგიმ ჯერ ფული რამდენი ქონდა აღებული ეს ერთი, თუმცა ქვედა ზღვარი გავიგეთ ჩვენ, ზედა ზღვარი რა იყო. ზედას არავინ არ ამბობს აქ ამ გადაცემაში. და როწუწრებს ზედა. ანუ ეს ზედაზე ეგრე ბევრზე არ ავსულა რა თქვა რა. ამიტომ ქვედებზე ვილაპარაკო. იქით ნახე ხა შევქო 15000-იო. არა 15000 რომ. არა, შეიძლება აგრესია წამო, შეიძლება არც გიღირდეს რო თქვა, იმიტომ რომ ეს ამ 15000 ჩვენ წვალობთ და ზოგადად მაგაზე წუწუნი ხო არა, იმიტომ რომ ოღონდ ხვდები რა, განა ეს ფული ჩემთვის არის რაღაცა ცოტა ხოლმე რა. უბრალოდ ხვდები რომ ეხა ის კომპანია მაგას არ უნდა იხდიდეს, თორე რა ვიცი 300 ლარი საერთოდ არ ცოტა, მომით 300 ლარი. გამოგართმევ. გაქვს 300 ლარი? 50 ლარი მაგ ჯიბეში. ხო და მე ეგეც არ მაგ და ნუ ზოგადად ფული არ არის ცოტა ბევრზე რა გააჩნია ვინ გელაპარაკა. მე მივხვდი მახარა რატო გაგაგდო შენ კონკურსიდან. რატო გამოგდო? 300 ლარი მომეციო, მოხვედი 10 წუთი და იმასაც ეკყოდი რაღაცა ეს რაღაცა ეს ცოტა. მე ვარ კეთილელი, ეს ცოტა სისხლში გვაქვს ფულის. ფულზე ჩალიჩი რა. მე ცოტა კეთილელი ვიყავი. სადაც ხო გაგეცი. ზემო პლატოზე. და ზემო პლატოზე, პლატოს თვა მგონია რომ უეჭველი ნუცუბიძე და თუ საბუთალოდან ხართ რაცა. ჯარისბინები იცი ის თქო. კი. მაგის ბიჭო, რა ვქნა ეს დედა
ყურში გაქვს შეჩემა ყურში მიკროფონი გაქვს ყურში ყალას შეხედე და ეგრე მოიქეცი რა გჭირს შეჩემა მე კარგად საქციელობა ან 1 საათია შეჩემა ხალხი შემეცა მიკროფონის დედა შემიდო იმენი როგორ დენის ხელსაბამი უნდა დენის ხელსაბამი უნდა გიყიდო და დენს დაგარტყო ხოლმე შეჩემა ვერ გასწავლეს ყველანაირად იმენა შენსი არის ლაპარაკო აი ესე რანაირად ლაპარაკო შეხედე ყალას კიდე იმას ეს გაშტერებული ეხა მეც მაგინებს კაი აღარ გამოახედო ხალხი არ მაგინოს გამოყებული არის ზის ეს გიჟივით და ეს სვავს კითხებს შეჭმანა ეგ მუშაობდა ტელევიზიაში და მე არ მიმუშავდი ეს ვინ მოანგრია ვიღაცა ყავდათ აგრესიული სტუმარი ნუ მან ჯიჯ და ერთეოჯერ מחარა და სახი מחარ ნახე ეხა მოდი შევისწავლოთ ჯდომა პირველ რიგში მომნახოთ ისეთი წერტილი რომლის მეშვეობითაც არ მოგვიწევს აი ეს ამის გაკეთება ანუ მიკროფონი გვექნება ისეთ დისტანციაზე როცა გავხედავთ სტუმარს არ მოგვიწევს აჩის გალანძღვა შენ შეჭმა მოცები არა ეს ზიხარ შეჭმა არაფერს არ აკეთებ მართალი ხარ არ შემიძლია რომ ხო რაღაც მე არ ვარ ეგ ნამდვილად ეს მოძრაობ გაიგე და შენ ხა მოდი შევისწავლოთ მოძრაობა מחარ შევისწავლოთ მოძრაობა ჩემ პაროდიას აუ מחარას ის ხო არ უყიდოთ ყურზე რომ აგრდება მიკროფონი თავსად შეატრიალებს ყველგან მიკროფონი ბრიტნის სპირსი ეგ მყენდება დავით ამაზე ტექნიკური დირექტორი ხო არა ჰა ბიჭო პოდკასტის მიკროფონი არ არის ეგ თორე מחარ ნახე ისა ანუ შეხوارგისი შენ რომებს აკეთებდე მაგ დროს ცდებოდე მარტო თვალს დავხუჭავთ მაგრამ უბრალოდ ჩვეულებრივი საუბრისასაც ცდები რა და აჩიკომაც რა ქნას ხა ანუ გეუბნება რომ მიკროფონი ისე დისტანციაზე გქონდეს ბიჭო აუწე რანაირად შევა მიკროფონში ხმარი რა ვაფშე რა მიკროფონებს უშვებენ აი ეს კომპანიას მიუწეროთ ვინც ეს გამოუშვა ახლა ნუ ადამიანს მიყავს ზის აქ ხო რა პონტია მართლა რას მიყურებ შეჭე რა მაინტერესებდა აი გადაცნობა ხო არ იქნებოდა მაგდა მოყევი რა მე მგონი ხარ რამე რა მოყევი ის მიკროფონს ცდება ნახე აი ნახე ეხა ეს შეხედე აი მე რო ეს აი მე რო ეს აი ეს უკრა ეს აი ეხა ნახე მოყევი ანუ აი ეს რო არ კითხო რაღაც აი მაგდა მოყევი აბა აი ეს აი მაგდა მოყევი მოგიხდა ესე წავს მაგდა მოყევი აი ეს როგორ კითხო ეს მაგდა მოყევი რამე მაგდა აი ესე მაგდა მოყევი აბა მიკროფონი მიიწი ნახე აი ეს შეგიძლია ნახე აი ჩატში აი ნახე ბახან აი ჩავესვენოთ ანუ აი ეს რაღაც შეგიძლია და ეს კითხე მაგდა მოყევი რამე ო ბიჭო ესე ვერაფერს ვერ მოყვები ანუ ეს სქემ კომპანია არ გვაქვს ცეკვას ვასწავლე ბავშვი ნახე აი მოგეთ მე მოგას მე მაქვს ცეკვის სტუდია სქემ კომპანია არ არის და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ სქემდენ სტუდიო ეს წითელი მოცეკვავებს რატო გაქვს რამე ტრენდი არის მე ქერა მქონდა ძალიან დიდხანს ქერა ამ ფერზე ჯდება ცეკვის ოღონდ უფრო ყვითელი არა შენ გადაობ ხა მაგრამ რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ შუაში მიტოვიდექი რომ ქერა ვიყავი ოღონდ ნუ ჯერ უკანი მიტოვიდექი ხომ რომ დაბალი ვიყავი მერე მივხვდი რომ 2 წითელთმიანი გვყავდა და ვიჩაგრებოდით რა ყავის ფერთმიანები და მეთქი მოიცა ძველი მოცეკვავი მეთქი თქვენ ვისაც ყვევთ და ეგრევე ქერად შევიღებეთ ხო მართლა იდეაში ხო უმეტესად ერთად გავიზარდეთ რა ორი ვინ იყო იათავაძე ხო იყო მასწავლებელი ვინ იათავაძე არა იათავაძე არ იყო მე დავდიოდი მაგითოს ამეძი არა შენ სადაც დადიოდი ჩვენ მან არ დავდიოდი გეტყობათ ო გვეტყობა მე სადავარ და შენ სადახარ საერთოდ ყველა ერთ ქვაფში מחარას აქ დოვლიც არა შენ მართლა სწორის დაიჭირე თმებზე რა წინაზეც მოვისმინა და შენ საკმარისად არის ცეკვე რომ თმები ისევე ფერი გაქვს ხო არა ზოგადად არის ხოლმე რა ცეკვის ამბავში რომ რაღაცით უნდა გამოირჩეოდე ნახე იმიტომ რომ ხო იმიტომ რომ ტექნიკურად მაინც აი მაყურებელი ვერ ხვდება რა რომელი უფრო მაგარია ანუ მაინც უმეტესად ერთ ლეველზე არის ხოლმე რა მოცეკვავები და მე გიწევს რომ რაღაცით უფრო გამოირჩეოდე რა ანუ შენ გიწევს კი არა ანუ გინდა იდეაში მაგრამ მე ქორეოგრაფიებით თვითონ ითვალისწინებენ რა ჩემი წითელი არ არის შინდის ბიჭო ხალბატონებს ფერებზე რო ელაპარაკები ჯერ სპექტრი შეისწავლე არა მე ძალიან ბევრი ფერი მქონდა ვარდის ფერიც მქონდა ქერაც ქერა არ მოგიხდებოდა სხვათა შორის მე გავმელოტდი თავიდან ამ მომივიდათმა და ესე რა
ეს გიგავმა. აი, ბევრ თავზე შეტრიალებდი ალბათ. არა, თავზე მე არ ვტრიალებ. თემები დაგეწვა. ხო, დამეწვა, ესე მქონდა. უნდა კოლორით იყებოდი. მოიცა, ეხლა სტუდია გაქვს შენი. ხო. და მოდიან რასაკის ბავშვების რო ეკონდებული. სანამ მიხდება რომ ცეკვას არ 8 წლიდან ზემოთ. აი ეს მომაშორეთ რა კიდე. ნახე, ბიჭო, აი ხედავს სუსტეტლს შეეხე. ყველაფერზე გადაობს, ნახე და მაგაზე არა. ხო, მაგაზე არავის არ გვეცინება მე მგონი. თიკაც რაღაცა. ხო, არ მაგაზე ეს ხო, ჩვენ გარდა გულის ხანო. წვეტა თიკასაც არა. ჯალაღონიასაც არ გეეც. ხო, თიკასაც არ ეცინებოდა. ბიჭო, თიკას ამიტომ ისეთი ისტორია ხო და არც წაიყოს ასოცილო, მაგრამ აი შენ რო არ გეცინება ფაჩატულზე თუ იმაზე რო გეკაიფები რომ თავს ვარტყა მეთქი. ანუ რას არ თქო. სახე ნახე ეგრევე. სახე. მაგაზე რო ვლაპარაკობ, თითქოს რაღაცა უფრო პროფესიონალ. უცებ ის შენი მაგიდა რო აწყე. ისე იბიძებს ჩემში. ანუ აი პროსტა რა მაგიდა იყო. პროფესიონალი ვიჩითები რა. რა მაგიდაზე იწა. აი ეპოქსიდის მაგიდა რო აწყე. ის იყო რა მაგიდა შეჩემ, ანუ აი ხედავ, ნახე. შენზე მეტყველებს. ხედავ. ანუ როცა კაცი ხელოსან ეგრევე წკინს რა. ვის შენ აი მეგობრებო წინა გადაცემებში სადაც მე ფანჩატურის თემა მიხსენები რომ თავს ვარტყამ თქო? თან რა მოხდა ხ თავს რო ვარტყამ ხა? არა, ფეხებს წევ და იმიტომ არ ტყავ შეჩაი. თითის წვერებზე და ოსურით შევდივარ ესე. ანუ და მაგიტო. გეუბნები ხო და ანუ როგორ წკინს რა ეგრევე სახე ელეწება და ეცვლებოდა. ადამიანები იმიტომ პროფესიონალი. რომ მაგაში მთელი გული და სული აქვს. ეხლა ბავშვები უყურებენ შეიძლება და შენ რომ მის მასწავლებელს ესე ელაპარაკებ. ემერს რომ ეძახის. არ მოსულა. ეს და ისა ადგილები როგორ არის შეზღუდული, ანუ სავსე გაგუყვე თუ არა, იდეაში დიდი დარბაზი არ მაქვს და 25 კაცზე მეც ვერ ვატევ ხოლმე ჯგუფში რა. მაგრამ ნუ არც არიან ხოლმე ხა 25 რა, შეიძლება 20 იყოს და რაღაც. აჰა. უფრო ასაკობრივად უყოფ ხოლმე ჯგუფებს. ვიცი რა ამას მაგაკიდია ხა. რას ისწავლის ბავშვი, რომელიც აი რა იმართულების ცეკვა. თუ მშობელი მირეკავს ხოლმე მარტივად რო აუხსნა, იმიტომ რომ უმეტესად გონიათ ხოლმე ცეკვა რეპი. ვეუბნები ხოლმე რომ აი ლათინის და ქართულის გარდა თითქმის ყველაფერს სწავლობთ თანამედროვე სტილს. ანუ ესე ჰიპ-ჰოპს არ ვეუბნები, იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპი კიდე ანუ ჰიპ-ჰოპსაც ვასწავლით, მაგრამ აი დენსოლსაც ვასწავლი აფროსაც და ვერ გებულობენ იბნევიან და მაგიტო ვეუბნები რომ აი ლათინის და ქართულის გარდა თითქმის ყველაფერს. მოიცა. ანუ გამოჯო ბედინა შენა. ეხა ოლიმპიადას დაამატეს ხო მე მგონი. რეგდანსი იყო წინაზე. და ძალიან ცუდი იყო. შეიძლება ოლიმპიელი გახდეს შენი მოსწავლე თეორიულად? ანუ არა, ბრეიკდანსი იყო. ეხა დაამატეს რაღაც. ანუ აქამდეც იყო რაღაცები, მაგრამ აქამდე რაც იყო, ან მაგ სტილს არ ვცეკვავთ საერთოდ, ან ხარისხში ისე მოიკოჭლებს, რომ მე არა, ანუ არ მინდა რა მან გასვლა. მაგცეკვებიდან. ეხა ხო ჩინურივით გესმის, რასაც ვლაპარაკობ. არა, მესმის, მე ძალიან ერუდირებული ადამიანი მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ აი რო უყურებ. რატო ვცეკვავთ? ვერ ვიგებ, არა, სხვაობა რა არის, აი ვერ ვიგებ. რასა და რას შორის? აი ხანდახან მეც დამიჭერია ცუდი ცეკვა. აი ანუ გეცინება რაღაცაზე რა უყურე? აი ხო და მეც ჩემზე გაგცინებია? არა. გეფიცი. ოკეი, სა. ანი ჯავახის ცეკვა დადგეს, იმაზე გამეცინა, რაღაცა კლიპი იყო, წითლებიაც შეატყობას და იმდენ ჩემთვის იმდენ კრინჯი იყო ის კლიპი, რომ ძალიან ვიცინე რა აი. ამაზე რა უნდა გითხრა? არ ვიცი უბრალოდ ინფორმაცია. მე გუშინ ვივარჯიშე. აჩიმ რომ დამირეკა მოდი ჩაწერაზე ვივარჯიშე. რა ვივარჯიშე? მახარას როგორ გაუკლავდა ეს? ხო, აბა რა ისწავლე. როგორ უნდა ვიყო ადეკვატური? საერთოდ არის ამ პოდკასტში ადეკვატურობა? არა, ანუ რომ კითხე გაინტერესებდა უბრალოდ იმაზე, თორე რამე სკოლაში უბრალოდ ის კლიპი იყო. ეს კრინჯი ეს სიტყვა ძალიან ხშირად მესმის შენგან და აი ბევრი რაღაცა რო კრინჯავს. გაჯეზურდა. სადღაც შეიძლება შენი ბრალიცაა. არა. ყველაფერი კრინჯავს. გამკრიჭა. გამკრიჭა რთული მდგომარეობა. თუ გამკრიჭა, არა ბიჭო, მე ზუსტად ვიცი რომ მე გემოვნება მაქვს და რაღაცებში თუ გამკრიჭა, ესე იგი იმის ბრალია და ჩემი არ არის. ეგ 100% ის ერმალო მაღრაძის ფილმები კრინჯი ხო იყო? არ იყო. ხო, ვიღაცის ხო იყო? გლი რა ქვია? არა. გლისბილი მაქვს 2 საათიანი ფილმი ნანახი. ხო. ჯეზეთი 2:20 არის. ამ ცხოვრების დედა. აი ეს ხო 2:20-იანი. კრინჯი არა. კი, აი ნანახი. მაგაზე კრინჯი იყო. ერმან მაგაზე იყო. დაუჯერებლად საწყალი ადამიანი, რომელსაც ყველა ეღადავებოდა რა. არა და თავისი გადამოსახედიდან ქმნიდა პროდუქტს. უყურებდით, ანუ სიბოროტე არ იყო რა, აი. არა, მე ვერ თავოდი მას. მე საწყალი არ ყოფილა არა, სერმალო, იმიტომ რომ თავის საქმე რაც უყვარდა იმას აკეთებდა. ეგ იყო ადამიანის მაგ მდგომარეობაში აგდებს, რომ მაინც შეგახსენებთ, ბატონი ერმალო გარდაცვლილია. ეგ ვიცით და არა, ჩვენ ყავდა. რო ეღადავებოდნენ და აი რაღაც, ანუ ეგ ხო ცოტა დამცინა იყო ის ადამიანები, ვინც ეუბნებოდნენ მართლა უყურებ რაღაცა. დამცინავად ხო ექცეოდნენ. ეხლა ამიტყად არაო, ბიჭო, გამო
აუ ცუდს არავინ არაფერს არ უწერდა ყველას ცუდ მე მგონია ნეგატივი არ არავინ არ ანუ იმდენად ცუდი იყო მისი ფილმების შესრულება აქტინგი რა ერმალოს რეჟისურა კი არა ამ შემთხვევაში ხო აქტინგი ერმალოში არ იყო დაკეტე ხო აქტინგი იმდენად ცუდი იყო რომ კარგი იყო ანუ არის რაღაცა იმდენად ცუდი რომ არის კარგი ერმალო თავს მოაჯერებ თვითონ არა მე ნანახი მაქვს მაგის ფილმები და კაი უნდა გაეკეთებინა თვითონ ეუბნება მაცაბაცა ბანკი რო გატეხა ეს და მე რომ მითხარო ბანკში ვარ შესულები ბოსტონის კადრი რო გქონდა ბოსტონის ფილიალი არის კადრი მახარას რეჟისურა რა გაკეთებული იცით თქვენ ერმალო მაღრაცეს ეს ერთ კლიპი გადაგვაღებინა ვოიაჟერის რა რეჟისორი იყო ერმალო და რაღაც რომ მეუბნება სამჯერ თქვი გამარჯობა ერმალო გამარჯობა ერმალო გამარჯობა ერმალო ზედიზედ და გეთქვა რომ მე მომჭრე კარგი ანუ მართ სამუშაობთ საყვარელი კაცი იყო რაღაც ხო გადავიკეთეთ საეჭოს დახმარება იმიტომ ხო მაგრამ რაღაც მომენტები ეხა ეს რო შეხედო ვიღაცისთვის რა ვინც არ იცნობს კონტექსტს კრინჯი შეიძლება იყოს რა აგავაკეთო ესე თამაში ანუ წყალი გაზის გადაკეტე არის აი უკარო ვიდის მაგრამ ნუ ხო და ეს ალბათ აგვიღო არ მინდა რა ეს კრინჯი სიტყვის გამოყენება მაქს ხშირით რა გააკეთებს ადამიანი რაღაცას არა ბიჭო ერმალოზე კრინჯს ვერ იტყვი ხო მაგას გელო მე შენ ვერ იტყვი მაგრამ ვიღაც ხო იტყვის თქო მაგას ვერ იტყვის ვერ იტყვის აკაი იხლა სიტყვა ვერ იტყვის მორჩა ანუ არ მოვყვები მაგიმეში ბაზარი არა ვერ იტყვის რატო უნდა თქვი ერმალოზე რო ისა მაგდა მოდი ხა პროექტზე მინდა მე კითხო როგორ შოვიდა მაყურებელი რა დიახ ძალიან გულშემატკივრობდი ძალიან კარგი აქ რომ მოდი მაგას როდის აგდებო რა მაგას როდის აგდებო რაღაცაში ამოჭრილია ეგ აი მაგას რა ესე მაგას როდის აგდებო არ ფაგერო მაგ ვიცოდი პროსტო ხო და დამიპირეს გაგდება შენთან ჩემით გავიჩალიჩ ხო და აი რა იყო ის რაც არ გეყო რა ანუ აი ხო შორს გახვედი თან და აი პროექტი რაღაც მაყუთი მიყვარსო თანო რაღაც ვაკეთილელებიო და ფულზე იყო აი ხო ბევრი ფაქტორი იყო მაგას იდეაში ხუმრობდი რა თორე ვერ იტანს ფულს რო დაინახა ეს 20000 აი ვას რომელს ნაწილს ხუმრობდი არა ფულზე ხუმრობდი ანუ 300 ლარი არ გინდა არა 300 ლარი მინდა მაგრამ ჭირდება მაგრამ ფული ანუ მაგას არა ნახე შენი მოტივაცია რა იყო მაგ ზოგადად ფულს მირჩევნი რომ კარგად ვიყო რა ერთ წამი ჩავხელო წეხან გავიღვიძე ეგრე გადამული რო არის ერთმანეთზე კარგი ანუ ყოფილა ფული სიმშვიდე და გამოძინება მირჩევნია ფულს რა მართლა ხო და მან ცოტა დავისტრესე ხო მაგრამ ნახე რომ გეძინოს წყნარად აი მახარას მაგალითად ხარ ფულზე რო გეძინოს იმებზე ფულზე უდევს თავი ფულს თუ აკეთებ არ გძინავს როგორ შეიძლება რომ ფული აკეთოს და გაჩნია პასიურად შეიძლება ისე ააწყოს საქმე რომ შემოსავალი კონდეს შენ გამოძინებული ხარ ხა არა ხო და ვსორა ჯობია რომ ანუ უფულო იყო და გამოძინებულიო მაგის თქმა უნდა არა ეს ვერ მაგრამ ახლა ჯობია რომ უფულო იყო ესე რო იტყვი წინადებას ჯობია რომ უფულო იყო ემართება რაღაცები არა რანაშო ფული არ გქონდეს არა მე შენ ფული არ გქონდეს ანუ გულისხმობ რომ თუ აი არ გჭირდება მე ხო მესმის ვაკეთებ სერვერს ვაკეთებ ხა თუმშია მე ხო ბაზარია 300 ლარს კი ხო წაგართ მე გეთანხმები ბაზარია სო ხატუგა 20 ლარი დავადე თამაში subscription იქნება 20 ლარი რომ დონე ავწიო თამაშის რა გეიცნე მე ანუ გავიცინე ბავშვები ვარ შემოვარდნენ და აი რაღაცები ვარ დაიწყო ამიტომ შეიძლება იშოვონ რაღაცა ეგ დონის აწევაა კი ანუ ხალხი რო გაფილტრო ფილტრაცია ეს community-ის ისოლაციო ხარისხი ხო ფულიანები რო დაიტოვოს მარტო თამაში დონე კი ხო რა ხარ RPG ჭკუა მოეკითხება ვიღაცა მე ხო მესმის ბაზარი არა კაი გავიგე ვიღაცა წეს რომ რამბავია 20 ლარიო რა 20 რატომ ესკი რა 5 ლარი რო გიდეს თქი ბევრია ხო არა სულ რატო უნდა ღირესო ფულიო ჯერო ეს თამაში უნდა ვიყიდოთო თამაში ღირს 10 დოლარი 9 დოლარი ის რა ეგ ფასდაკლებით ერთ ხო არა ისე 16 ის თუ რაღაც 9 ნახევარზე 9 დოლარი რო ვიყიდო მე დაღლილი რომ მოვდივარო კიდე ცალკე ფული ხო ცალკე სირთულეები იქნება რაღაცა მეუბნე რომ ბიჭო აი 20 ეს 20 ლარი ერთხელ ერთჯერად გადასახტია თუ თვიური ხო მერე ზოგადად ჩემთვისაც უკითხავთ ცეკვა ფასიანია თუ არა ანუ მე კვირაში 3ჯერ ისე უფასოა ცეკვა და შენთან ფასიანი იქნება ხო მე კვირაში 3ჯერ უნდა მივიდე თურმე ცეკვაზე ანუ რაც ვისწავლე ეს ხალხს ვასწავლო და ფასიანია თუ არა რეკლამები ჩავუშვა ხალხს უპასუხო ხო მაგრამ ახლა იქნება სახელმწიფო აფინანსებს რაღაცა პროექტი გონია აქაც პრობლემა ეგ იყო დეიდა მომისმინე არა უბრალოდ რაღაცეებზე ვერ წარმოუდგენთ რომ ფულიდან გადაიხადო 20 ლარი ხო თქვა კაიო მე მაქო საშუალებაო და ჩემ 5 ძმაკაც არა აქვს
თვითონ გადავუხდი. ეხლა თამაშისთვის საჭირო არის. 5 მაგაცი ყავთ საერთოდ? 5000-იანი კომპიუტერი რა. 5 მაგაცი ვისყავს. კაი, 3-დან 5000 არა იმას ყავდა იმას. ოკეი, ყავს. 3-დან 5000 ლარამდე კომპიუტერი გჭირდება რომ ითამაშო ეს თამაში. ინტერნეტი რომელიც თვეში ღირს 50 მინიმუმ ლარი. იმიტომ რომ კარგი სისწრაფე გჭირდება. ანუ შიგნით რანჩოს ითხოვდა და ის რანჩო $250 ყისო შიგნით იყიდო და აი უცებ ბიჭო უცებ ნახე ეხლა მან რა ხდება מחר ადამიანებს რომელსაც ფული არ გადაუხდეთ რაღაცაში უცებ როენები რომ ფული უნდა გადაიხადო ერორდება რა როცა იცის რომ სერვერი უფასოდ აქვს ხო ნახე ანუ ჩვენ ვართ ერი რომელიც მიჩვეულია უფასოდ ფილმების ყურებას ქართულად და ანუ და რო ეტყვი რომ ეხა შენ ბიჭო მაყუც ამოიტა მორჩა რა და მაგიტ უაქვთ რა გიყიდეს ფეხბურთი ნახე NTV ფუტბოლს რო უყურებდნენ გადმოჭიმული კაბელით და მე რო გაიჩნდა GMG ფეხბურთი და სპორტი რა 5 ლარი უნდა ვიხადო თვეში რაში თუ ქართულ კომენტატორს ტატოს მოусმინო და კალას მოусმინო ხო მირდა ჩერდანცევს მოусმენ და უფასოდ ანუ სტუდია რო გახსენ შოქში ვიყავი რომ სახელმწიფოსთვის ფული უნდა მეხადა მაგრამ მე გავიაზრე რა მეთქი რაც ქვია 1% ოღონდ აი შეიძლება 10 ლარი ანუ 100 ლარი ყველაზე კაი ვარიანტი 300 ლარი ანუ 1% ძალიან ცოტა აუ მეთქი რაც ქვია ფული უნდა ვიხადო ამაში და გზებს რო აგებენ ეგა რა გზებს აგებენ გუში რამ ხელორმოს ჩავარდი ანუ მართლა რამ ხელორმოს ჩავარდი იცი მახა ქეის ორმოში არა ანუ ჩვეულებრივი ანუ დავხტი გზაზე და ცალბორბალზე ავიწიეთ და დავარდით აი მაგ ხელორმოს ჩავარდი ეს და მანქანა არის აი როგორც აჩიკო და მანქანა იგივე მანქანა არის ძალიან დიდი მან დრო პატარა მანქანით ყოფილიყავი მე დღეს ვერ მოვიდოდი არა ცოტა გავაზვიადე მაგრამ გზებზე ნოიტყვი რომ გვაქვს იმიტომ ჭირს რომ ამფეხის მოდეღა ახელის ან ერთხელ რემენი გადაუჭირდა გრატარო ასიკიძელი მე მაგალითად არა ეს ჩემი ისტორია არაფერი დაიკიდეთ ეს გზის ბრალი არ იყო ჩემი ბრალი წავიდე იქიდან ეგ ჩემი აუ უნდა აუ არა დაიკიდე და წავიდა არა მათ გამახსნა რომ მე დავატორმოზე ცუდად უცებ გზას ვაბრალებდი აი ეს დღეს უბრალოდ წავიდა ბიჭო ანუ ვიდეო არ გადაიღო რაღაცა შანსი ქონდა რომ მოეკო შანსი კი დიდი შანსი ქონდა აუ რა შანსი და მაგინებდნენ კომენტარი შობილები ეს უკვე ტიკტოკერია ამას აკრავდა რატო გადავიწყვიტეს ძმაო ჩვენი ბრალი არის ვაფშე ხო მაგრამ რატო თქვენ ბრალი მე ხო იუთუბერია მე ხო არარაობა ვარ იუთუბში აგრესია უკვე ტიკტოკერების გერბის და ნორმალური ხალხიც იმ შაიკაში გადის მე შენი ბრალია შალაცხოს 24 ტიკტოკერები აღმინიშნავს კარგი ვიცი მოდი შევერ გამოვყოფთ იმიტომ რომ ერთი ის არის არა ხო რა ხალხს არ ვაბრალებ უბრალოდ სტრესული იყო მაინც რა რა სტრესული რაღა იყო დარჩენილი რამდენი კვირა იყო არა სტრესული მოდი არა მაინც ამაპანჩურებდნენ მართლა რატო გონია ეგრე არა არ მგონია ვიცი რა აბა მითხარი ჩვენს რო გავგოგები საიდან იცი ვინა გაპანჩურებდა პირველ რიგში ჟიური ჯერ ერთი ანუ მე ხო გძნობ რაღაცა გამომდის თუ არ გამომდის რა ეხა რაღაცაზე რომ ობიექტურად ვიცი რომ არ გამომდის აი რაღაცა უნდა ვიწვალო ხო მაგაზე რა არ გამოგდიოდა აი რაღაცა გამომივიდა, იმიტომ რომ მაგ დავალებას ჩემი თავი ვიპოვე. აჰა. და დარჩენებს აი ფეხბურთზე დავალება რომ მოვიდა. უბრალოდ აგეთ. აი რა ფეხბურთი? რატო კრეატივი შეგიძლია ჩართო რამე აი ძალიან სისულელე შეიძლება გადაიღო, ღონ შენი თავი იყო. ხო და აი მაგეთ რა. ანუ სადღაც დავიჭრო, აი დავალება დაღვიქვამდი მივხვდი და რაღაცას რომ დავალება დაღიქვამ, რა აი TikTok-ის ვიდეოზეც რო ხვდები რომ აი დავალება მაქვს. ხო, მაგრამ ნახე. რაშიც შენ სუსტია. ნახე, რაშიც მაგარი ხარ, ისაც მაგარი ხარ და დახვეწილი ხარ მაგაში. მაგრამ აი რაშიც არ ხარ, ხო შეიძლება რომ ის სკილები დახვეწო რაღაც ახალი ისწავლო. ხო და არ ვიცი, აი მაგუთხით რატო არ შეხედე? არაეტეს. ნახე, ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის საინტერესო არის შენი ძლიერი მხარის წარმოჩინება ეს კარგია რაც გაქვს, მაგრამ მოდი აბა რაც შეარ ძლიერი იმაში როგორ დაიხვეწო, იმიტომ რომ პროექტების თელი მუღამი ისაა რომ ადამიანს გამვითარება ნახო თავიდან ბოლომდე და შენ რომ მოყვებოდი ეს და გიყურებდი და უცებ წკაპ და წახვედი, ანუ განა არაფერი შენი გაწყვეტილებაა. ყველაფერს დააბრალებ თავის გარდა. აი ხო. მაინც ვერ მოვიგებდი, ჩამზირავდნენ. არა არის ამის. ჩამოთვალე ყველაზე ცუდი ჟიურებიდან კარგი ჟიურებისკენ. ჩამოთვალე, აბა სამნი ვიყავით. ცუდი? არა, კარგი. არა, ჰიტა საყვარელია, რომ არა, ნახე, ჟიური კიდე სხვა რაღაცა, ანუ ჰიტა როგორც ადამიანი შევაფასე ხარ და უსაყვარლესია. აი, როგორც ჟიური? რამდენად კაცრი იყო და არა, კაცრი არ იყო. ჰიტა იყო ჯიგარი. არა, ჯიგარი ხა, ჯიგარი ჟიური ვიყავ. პროჭი მე ვიყავი? არა, რეალურად უნდა ყოფილიყავი. არა, არ იყავი.
კაცო. ანუ ჟიური ხო იმის არა, არა. მაგრამ ჟიურად მართლა არ იყო. ეხლა გადაობის garaშე უნდა გაილანძღოთ, ისე სხვანაირად ვერ გავიხსენ. ხო, ყველაფერზე თუ გიქნიეს თავი, რომ კი კაი იყო და რაღაცა, ანუ გააგრძელებ მაგ დებილობის კეთებას რა. არ ჟიურის ბრალი არ იყო მართლა, მე გადავიწვი ძალიან რა. ხო, აი მე ეგ შევამჩნია, რომ ემოციურადაც გადაიწვი. ანუ ხო, რაღაც კამერა დატოვა ესე წინა, უკან რაღაცა ჩართო, ეზოს განათება, იჯდა. რა ეზოს ჩაწერა. აი გადაიყო და ჯერ შევაწყობ. ეგ დავალება იყო შემეცნებითი დავალება. არაფერ შუაში ვარ, არაფერ შემეცნებით. ეგ ყველაფერი კონტენტი. აი ხო ვიცი რომ უნდა მომა. მეურნაირად შეიძლება მაგის შეტრიალება. შემეცნებითი არ არის აუცილებელი წიგნი რაღაცა სხვა ეხლა ძალიან მარტივია, მაგრამ ცეკვა ასწავლე რაღაც მოძრაობები ეგ ბავშვი ადგილზე. არა, მე ცეკვას. მარტო ფულს იღებს ესე უფასოდ არა. არა, გეტყვი რა. 20000 ლარად არ ასწავლიდი ცეკვას? სად არის 20000 ლარი? რომელიც გამაზე შენ? არა, არ გამიმაზას. მე მგონია რომ ცეკვა არ არის საინტერესო და მაგიტომ კონტენტშიც არ მაქვს. ანუ არ უყურებენ ახლა და რა გავაკეთო? რა? ანუ სახე რო გავიძრო, ცეკვის ვიდეოს აქვს, ბევრად ცოტა ნახვა და ლაიქი. საქართველოში გეუბნებით. ანუ რა თუ რამე ცეკვა გამვარდნია, ყოველთვის იყო საზღვარგარეთ და ერთადერთი ცეკვა ხალხო რაც საქართველოში გავარდა და ყველა რო ცეკვავდა, იცით რა არის? ჩემი ქორეოგრაფია. ვერავენი შენი ფასი, რადგან შენ ხარ ქვაძვირფასი, ვერ ახსენი, ანუ ეგ არის ჩემი ცეკვა. აი ეგ გავარდა. და ეგ რო გავარდა, მივხვდი რომ ამ ქვეყანაში აი არაფერ აზრი არ ხარისხია. მაგ საუნდზე ცეკვა. და ბოლოს იყო აი ეს მოძრაობა და ანუ სასაცილო გამოვიდა ხვდები, უბრალოდ ქვეყანაში რო ეგ ცეკვა გამივარდა, მივხვდი რომ ამ ხალხს ხარისხიანი არაფერი არ უწევს. ვარდება, მე მგონია რომ მაგით არ ნააფასო არც ქვეყანა და არაფერი, იმიტომ რომ საერთოდ ანუ 0 ეფორტი ჩავდე მაგაში, დებილობა იყო სრული. აპლიკაცია ეგ და რაც შიგნით ხდება იმ უგემოვნობაში რჩება, მაგრამ ნუ შევაფასებთ ქვეყანას ერთი რაღაც დამპალი ჩინური აპლიკაციით, სადაც არა, ნახე, როგორ ხდება, ვიღაცებს ბავშვებს აღწმევენ, ვიღაცებს აძლევენ ამ ბავშვებს. სოციუმი ჩანს რა მაინც რა, გემოვნება და ცეკვის კონტენტი, იმიტომ არ მაქვს, არ მუშაობს. TikTok იმდენად იზია, რომ ეს სოციუმი, რომელიც უგემოვნო არის, მანდი ჩენს თავს რა. დიდი ბოდიშით. ხო, როგორც მაყურებელი, ნახე, მის ხელმისაწვდომია ძალიან. მაგას გეუბნე ხა, ცოტა დააუბგე ხა შეიძლება როგორ შევწყობ. არა. აი ეს გემოვნო ხალხი ვისაც არაფერი არ იცის და უბრალოდ ისიც ჩაუწერეს და ამოსკროლა და კომენტარის დედის პროჭის დაწერა იცის მარტო. იქ ეთყობა რომ იქ არის. იმას შენი ცეკვა კი არ მოეწონა, სუფეხებზე ეგია, ეს და შენ მუსიკა ეს. ხო, ანუ ძალიან ქართული იყო, ანუ საყვალობა იყო რომ გავარდა ექიმები ცეკვავდნენ. შენ დამცინე დეგრადაცია მიდის მეთქი გემოვნების თქო. სოფლიოში შენ დამცინე. არა, შენ თქვი მოხუცი კაცისავით და მაგითო თქო. რა, მოხუცი კაცი გემოვნების დეგრადაცია საერთოდ და მთელი სოფლიო მიდის ტრაქში. კარგით. გასაგები. შენ მოკაჭე ხარ და გამოიყვანე. კვეცან. ხო და ეგ მაგ აი ნახე შენ რო ეხა ამბობ რომ უგემოვნო რაღაცა გავარდა, შეადო გააკეთე უგემოვნო რა. ანუ ეგ ხო გადაობით გავაკეთე, რაღაცას ვიღატავენ 0 და გადაობით უყურებდა ხალხი და გონია რომ აი ამ ცეკვაში აი ეგრე მაგას ვამბობ რომ ანუ ის რაც კარგი ხარისხია, მაგაში იმდენი ეფორტი და ნახვა რო არ აქვს, მე აღარ გინდა რა მაგის კეთება რა. თვითონ შენ რატო შესთავაზე? ეგ ბანძობა რატო შესთავაზე? გასართო ერთობოდიო რა. ანუ ვიღლიცინე რა. ანუ შენ ხო ესე იგი გათვალე რომ ხო, მაგრამ მაგაში ვიღლიცინე 0 ეფორტი ჩავდე და ანუ ეგრე გავარდა და ცეკვაში უნდა სახე ავიხიო. სრულ ფეხში 720 ჯერ ვიცეკვო და 3 ლაიქი აქვს. სრულ ფეხში. ანუ მთელი ძალით რა, მთელი ενεργიით. სრულ ეგრე ქვია თურმე. ხო, სრული ფეხი, ანუ იცი რა არის? სრული ფეხი. ანუ ეს იმას მოყვა რომ აჩი მე მითხრა რომ რატო ცეკვის კონტენტი არ შემოთავაზე ხალხს და იმიტომ არ შემოთავაზე რომ კიდიათ ფეხზე და მაგიტო მიხვალ იმ დონეზე, მაგდა მიხვალ იმ დონეზე, გულისხმობ. შეიძლება ფინანსურად, შეიძლება მენტალურად, შეიძლება გეკიდოს რომ აი ეგ ლაიქებს და რაღაცებს აღარ დაუწყებ ყურებას საერთოდ. და პირიქით, რაც შენ სულის წადილს სიამონებს იმას გააკეთებ. არა, მე ვაკეთებ მაგას უბრალოდ ინტერნეტში დიდა დავტვირთავ რა მაგ კონკრეტულს. ეხა მე გეტყვი. ეს ციკაპი არის ხო ეგ. ნახე, მახარა სტრემები იცი რე დედის? კი გამიგია მინახავს 1-2 ლარი რაც გახდა იმის. მე რა 20 ლარი რაც გახდა. მეორეჯერ არ ჩამეწყა ხელ და ორჯერ დავიმახსოვრე. მუშტი არ ჩაგერტყა. ეს არ მეგონა დინოზავრს აკეთებ. დინოზავრს აკეთებ ზოგადად. და რის თქვა მინდა რა? აი გეიმინგ მე მიყვარს ძალიან გეიმინგი რა და რაც დაიწყო მას ტრები, აბა კალა როდის შეხვალა. აბა როდის შეხვალა, აბა აი ტვინი წამიღეს.
როდის შეხვალ რედეთში? ახალ და როდის შეხვალ? ხო და ახალ სერვერზე ხა מחარას ის 20 ლარი ჩემგან ერთხელ უნდა შევიდე. საპორტერები გეყოლება, შეგიძლია $5 იხადო, პროსტა იმაში რომ სერვერის საპორტერი იყო. ეხლა უნდა ვიგებდე მაგას? ეს ეს ხალხს მოგვანიჭე ეგ უფლება რომ უბრალოდ $5 რომ იარსებოთ თქვენ ვიღაცებმა რაბანა რო აყავთ თაზე და რო კაჩავობს მაგაში რომ ვა ეგ არ ვიცოდი ნა რაბანა ძალიან საყვარელია რატო არ მოიყვანეთ ცემდი არა ვიქვამ შეჩემო აი გეკაიფები რის თქვა მინდა მე რასაც რაღაცა რო გავსტრიმეთ მე რაც მევასებოდა იმას არ უყურებდა ხალხი რა იმდენად და ის გასტრიმეო იმას უფრო მეტი ხალხი უყურებსო არ მინდა მეთქი არ მინდა თუ არა საინტერესო იქნება ეხლა იმას აკეთებ კი ანუ ეხლა FIFA-ს თავიდან რომ სტრიმავთ არ უყურებდა იმდენი ხალხი ხო ეგრე იყო ეხლა ნელა მოემატა მაყურებელიც როცა რაც გიყვარს იმას აკეთებ და დიდი ხანი ანუ კონსისტენციის რო აძლევ და მე მოდის ეგ ლაიქიც ყურებას და მაყურებელი და თუ არ მოვა კიდე შენ ხო ნასიამოვნები ხარ მე ცოტა შემოვატრიალე ანუ ცეკვის სტუდიის ვიდეოების დადება რადგან მინდა მაინც რომ რაღაცა სოციალურ ქსელში ესე ჩანდეთ რა უფრო წავედი ხოლმე ბავშვებთან ინტერვიუები რაღაც უფრო საყურებელი იყოს ცეკვის ვიდეოებს მაინც ვტვირთო მაგრამ იმისი ნახვა ამისი ნახვა მიხდი ნახე მესმის შენ უკვე მაინც საქმეა შენ ეს TikTok-ი ხო ანუ რაღაცა ფინანსური შემოსავლის და ასე შემდეგ და მან რო ციფრებს უყურებ ეგ აბსოლუტურად ბუნებრივია რო აი რაღაც საიდ კონტენტი მე შეიძლება გააკეთო სადაც აი რაც შენ გაგიხარდება მარტო ეგ და არ შემოიყვანო სპონსორი ეგრე არ უყურო რა აი იქნება ასე ნახვა არა უშავს რა უბრალოდ ხო აი სადღაც მგონია რომ აი მარტო შენთვის აკეთებ და მოცეკვავე თუ ხარ აი არც ერთი მოცეკვავე არც ეკავს მარტო თავისთვის YouTube-ზე გვაქვს ჩვენ რაღაც ვიდეოები ოქტოპუს რომელსაც აქვს ძალიან ცოტა ნახვა ძალიან ცოტა შენთვის თუ მოკვდავებისთვის არა ნახე რას გეუბნები ოქტოპუსის ვიდეოები რო აიყო შკალა რა ცოტა ნახვიანი და ბევრი ნახვიანი მე ცოტა ნახვიანი ვიდეოები ჩემი გადაღებული და ჩვენი გაკეთებული უფრო მომწონს ვიდრე ბევრი ნახვიანი რაღაცები. ხდები რა ის შენ ხარ თავი. ხო, ანუ და აი ხარ რა გავაკეთო, ანუ მაგიტო აღარ გადავიღოთ ისინი, მაგრამ როცა კომერცია შემოდის, აი რაც შენ ისაუბრე, მე რთულია გინდა რომ ნახევრად კომერციული იყოს და მე გიფუჭდება ეს. აი YouTube-ზეც ცოტა მან გამიჭირდა რა, რო ფიქრობდი რისი გადაღება შემიძლია. აი მე რაც მომწონს დაუშვათ მე რასაც უკვე ხომ აი ვიღაცის ვლოგებს თუ რაღაცა. ეგ ვიცი რომ არ მუშაობს რა. და სადღაც იმის საჭერაც მინდა, აბა მას გამოხედე. ის მე გოლო. აი, აბა გახედე ძმას. არა, ვლოგები რატო არის საინტერესო ციო? მაგრად კიდე არა სულაპარაკო. ყველა ცხოვრება აქვს. დაამთავრებია. მივხვდი ხო რას სამბობ. დაამთავრებია. ერთად ნაცისტური ცხოვრება გაქვს ყველას და რო იღებს ის არის, ანუ არ არის საინტერესო. რა მართლა გეუბნები, ძირითადად გოგოები იღებენ ხოლმე, ბიჭებიც იღებენ, იმათიც ეგეთ ხო, ბიჭების უფრო მკიდია. ეხლა მე მაგალითად არ დამიწე, მე რო გადავიღო ვლოგი, აუცილებლად ძალიან საინტერესო იქნება ამდენ, ამის როგორ ვასწრებ. 40 წუთის დაგვიანებით ყველაფერს. რატო გაიციდე? რატო გაჩერდი? ამდენ რაღაცას როგორ ასწრებ? 9 საათი რო ხარ რედეთში შესული, როგორ ასწრებ იქ ცხენის მოვლას, თავლის აშენებას, კაჩაობას, ვიღაცის შერიფის მოკლას. გონია რომ ფერმა გქონდა ადრე ადნაკლასნიკებზე. გქონდა? ადნაკლასნიკები გქონდა? კი. მე 2 ლარი ნახევარი მაქვს მაგაში გადახდილი რეგისტრაციისთვის. რეგისტრაცია უფასო იყო ხოლმე ჩემ დროს. მე აი სერვერი გაიჩნდა რაღაც კაი ფერმის და ადნაკლასნიკი გქონდა. რატო? ვკონტაქტე ადნაკლასნიკი. ანუ რანაირად მეტი არ იყო შეჩება და. Skype? ხო, Skype. Skype ხო, მაგრამ ადნაკლასნიკი ფუტოები, პლუს ხუთები და დედის ყრა. მართლა არ ქონდა, არც fake account-ი? Fake account-ი ხო და სტალკავდი იმას დაქვია. მამა ჩემის კლასელებს, ანუ ზარათ მიგე. იყო ცხოვრება. მაგარი იყო, დაწერდი. შენ ხელატიპებს არ ქონდათ, რავი, ნაკლებად რა. არ ხო და ხო გამოყალიბდა. ანუ ძერს კი იყო? არა, პირით გამოყალიბებული იყო. ადნაკლასნიკი და ახალგაზრდა თუ იყავი და. არ ვიცი ხო. მე 12 წლის ასაკში უკვე მქონდა ადნაკლასნიკები. შე რა თქონდა ბავშვი მაგასაკში ბავშვი სოციალური ეს ჯაკეტილი ბავშვი იყო გაიგე არა Facebook-ი მქონდა მე როცა გაიჩნდა ელემენტი იყო და შეიძლება მაგიტო არ ქონა სას 2009-ში თუ რაღაცაში Facebook-ი მქონდა მაგრამ ის არა ქვია ადნაკლასნიკი მეგოიმებოდა არა ეგ რაღაცნაირი არა მაშინ იყო ეხლა როგორც Instagram-ი და ლაპარაკობ და მაშინ გამორიცხული რა ადნაკლასნიკი გოიმობა არა იყო დაგიშალეს უეჭველი არ დამიშალეს, არ ქონია არანაირი ინტერესი, მართლა.
აი უინტერესო ბავშვი, მაგიტო გამვითარდი. ანუ არც არავინ მოგწონდა რომ მაგის სურათები დაგეთვალე. ადნაკლასტიკი არ ქონდა, მე ვინც მომწონდა იმას, რავი. რა ქონდა რა ბიჭო, არ აჩი, ადნაკლასტიკი ქონდა? ერთი ამის მჯერა და მეორე ჩემი და ქალის რომ ამბობს მოსკოვის პროსპექტიდან ჯიქიანზე მაკალა მაშინ ადლაკნას ეგ იყო ერთ-ერთი სოციალური სადაც აი კლასელებს და აჩი შენ ხო არა აჩი ეხა ცოტა ასაკშია შეიძლება ჩემზე და აი მაგას ვერავინ ერის ყველა რაღაცა გოიმობა 32 იგი ბიჭო 28 სატო მეგონა არა ოღონდ ცოტა ხანი მოვესწარი ძალიან 1-2 წელი მაგარ გაიგე ბუთკაში 28 წლის სატო მეგონეო მე ეგეც პატარას გავარ ეხა მე შენ თავიდან ვაფშე თავიდან 33-ის მეგონა ვინ ბიჭო მე ო და მას 33-ისა გამოდგა არ ვარ 33-ის მას ტელეფონი ნახე აბა ანუ შენ გეგონა მე შენს პატარა ვიყავი ვა აი 1 წლით ის ეს 1.35 ჯაჯხანა უკვე რო ჯაჯხანში შეგეძლოს აჩი მე შენგან არ ველოდი ადნაკლასტიკი თუ გექნებოდა არა მართლა ყველას ქონდა უცნაური არ ვარ ქონდა მახარა ხაზი ფული ჩაერიცხა უეჭველი რა ხელაზე გაიკრიტ 300 ლარ ვაუ შენ ეს ვაიმე ჩემი დედა უარეს დაგმართებს კიდე კაი იმ დროს გატეხე ექსკამი ახალაშა ფული ჩაერიცხა ყობას კამი ჩაუყრა თორე ამოიღებდა ეხა არ შეგეწოს რამე სხვაზე დაჭექივი აი წარმომიდგენ ეს სერვერის $5 რომ მოდის მაგ სადაც ეს ასიანებ თქო რაღაცა მრგვალი ტერიტორია თუ სადაც გაიმები ჭკნებას ზიანდება იწრება და შავდება ნახარ $5 რო შემოვა ეს წარმოვიდგინე უცებ რომ გერიცხება რატომ აუ რა გაბედნიერ და შეხერე ერთ-ერთმა ბიჭმა ისე ამითხა რომ რა გითხრა მახ ცოტა ჩვენს გადმოგვირიცხე რა იყო ესეთი ამითხა რომ დედას გირჩა ფრანგლერს ვიყიდი კარგი გოგო შეტყვი მართლაც ესე ამითხა რომ მახარო შენ YouTube-ზე რო შემოხვედიო რაც გააკეთეო ეხაო იგივე პროცესები ხდებაო გეიმინგშიცო რა ძალიან მესიამო არ არის გეიმინგი რაღაცა როლ და ანუ ეგეც შენ დაიწყეო მაგას გავა ისე და კალას მაგრა აუ არ შემილია იმე აი კაკოზე რო ვიდახო აი რა უნდა კაი აი როგორც ადნაკლასტიკებს უყურებ ეგრე უყურებ მაგ იმასაც არავს ხალხო თულია ინტელექტუალური ძალიან მაღალი მე ძალიან ხო რაშიც ბევრ შრომაზე ეგრე არ შეაფასო იმიტომ რომ ჩვენ მინიმუმ ძმაკაცები მაინც და არ მეკუთვნის რა ეგეთ შეფასება მინიმუმ არ მეკუთვნის სურო აი მძღნეს რომ ვზილავდე მე გითხარ რომ შემოვა და შეერთად გავზილავ მეთქი მაუწყებს თქო მაგრამ იმას ვერ უარყოფ რომ მძღნეს ვზილავთ ეხა ანუ რატო უკვე ფასიანი გახდა ხო პასვერი გახდა მძღნეს ზილო არა რაბანა მიცის 20 ლარი რო გადაიხადოს სუიმებში არის შეჩე აი სუგახლართუ მე შენ სერვერზე პირობა მოგეცი რომ შემოვალ ვითამაში მეტი რა ვქნა ხა ადნაკლასტიკასაც გავაკეთებ დაგიმეგობრებ რომ იქაც მეგობრები ვიყოთ იმიტომ რომ ძალიან ხული დაგწყდა და 5 პლუსებს დაგიწევ არა მე გამიკვირდა cosplay მინდა რომ ამისი გავაკეთო ერთ-ერთი cosplay ივენთი რა მაგარი იქნება რისი ძველი ამერიკა Wild West-ის აუ cosplay რა არ იქნება კაი cosplay რო გააკეთო ივენთი კი ძალიან კაი იქნება მართლა გულწრფელად შენც მოხვალ თუ და გაგვიანდება მე ატურავა გოლდენი მე ვიქნები ცხენი ლუკას შევაგდებ უკან და ესე და შენ შემოგვაჯიქი ლუკას მანქანა მეგობრებო იღებება ძალიან ნაზად იღებება რა 2 დღეშიო და გავიდა 2 დღედან შენ თუ ისინი მაყებენ მართლა ვერ ვიდა 2 დღე გავიდა შვილები შენ თუ მოგთხოვ შეიძლება ამოუჭრა არა აუ ბოლო ეთყობა ძალიან ესეთი ძვების მანქანა ხელოვანი ღებავს ეთყობა არ გამოასხა ეს იზო ჩაყალაპენ არ გააცინე всё გადაყვა კიდევ რასოთ ქსელები ქონდათ ბავშვობაში რა ვიცი Skype-ი გქონდა აქ ადამიანებს მეც ქონდა ყველაზე უცნაური სახელი რომელიც არც ეს ვიდეოზე ანუ ვერ მქრინჯავს რა ისეთი ემოციები აქვს და მიმიკები ხო რომ ვერ ვიქრინჯები იმიტომ რომ აი ხანდახან შენც არა ადეკვატური ხარ შენს დებილებს აკეთებს ხოლმე რა ხო ჩემს ეს ადამიანი ძალიან ადეკვატურია და არ ვიცი ჩემ ვიდეოები რამდენად მოწონს. რას ლაპარაკობ? მე მახარას ვიდეოს უყურებ და ეხლა. ხო, სადაც მახარას ემეგობრები იქ მეც ამიტან. ყველას გვაქვს ჩვენი რაღაცა ფეტიში, რომ აი აქეთ არის ეგ ხელი. ვაუ. იმ ვიდეოს უყურე, ის ვიდეო შემხვდა, შენ ძაღლს ანეკდოტებს უყვებოდი და ძალიან გამეცინა სხვათა შორის. არ მართლა ძალიან დიდი ძაღლი იყო. ოღონდ აი
ვიღაცას ეჩხუბებოდა თავი ზოგადად ძაღლების ესე არ მეშინი ანუ უძაღლი თუ რაღაცა არ ვარ რა თავარი რაც მე არის ხე ხა გაღიზიანე ამოსავალი წერტილი რაც არის ის არის რომ ბუნებრივი ხარ რა ანუ ვიღაცამ ეგ რო გააკეთოს აი ხშირად საკეთებ ამას შეფუთავს როგორც აი რა თავისუფალი ვარ და როგორ და აი რეალურად არ იქნება ეგრე და მადლობა შენში ზის და ანუ აკეთე რა იმიტომ რომ სხვა შორის რაღაც პერიოდი ხო დაცურებული მაქვს მართლა რა და რაღაც ასაკამდე ვცდილობდი რომ ანუ ეს დამემალა რომ ცოტა ვერ ანუ მე ბევრი ვერ ვარ რა ჩემს ყველას გაკლიათ რა უბრალოდ ვიღაცაები მალავთ რა მაგას მე მგონი ჩვენ არ მოგვიყენებია ანუ ყველას აკლია ხვდები უბრალოდ რაღაც საუკეთესო მეგობრებთან ერთად რაღაცებში ხო კი ბატონო გეთანხმები რაღაცა ვცდილობდი რომ აი ძალიან ესეთი გამოჩენყა საერთოდ ვერ ვერთობოდი ცხოვრების მაგ ეტაპზე და მე დავიკიდე მოკლედ მაგრამ კიდია რა ეხლა აბსოლუტურად სწორი მიდგომაა ცხოვრების ანუ მე მჯერა ყველას მაგრა დაკლია და უფრო იმათ აკლია twins ინიღბება რა რაღაც ამბავში ანუ აი არ გეზარებ აი ვიდეოს გადაღების დროს რო აი ვისატყუებ ხო გუშინ დაყვა ვიდეო ანუ ძალიან დამღლელია ჩემი აზრით ეგ რა Adidas-ის რაღაცა $290,000 ბოტასები იყო თუ რაღაც და ტიპი ესე ამოიღო ეს არის ჩემი სავაჭრო ბოტასი ქართულმა ფიქრობდა ეგ ოღონდ რა დროს მოასწრო მაგის თქმა იცი რომ აი პულს კრივი ჩავდი რა ეგეთ აი 3 დღის უყურებ ხოლმე TikTok-ს იმენა გაგდადა ამენგენ მიყვარს და ტოქსიკური YouTube-ზე ამატებენ იცი მაგეებს რილსად რილსებს აუ თაფ და დარტყმებს ვარდებს და დავაი მოხოდავს მაგ ბიზნესაც ის $5 აღარ გინდა შევარდეთ მე და არა შენ ბიჭო ეგ რატომ ჩემი community შენი community დაუწყოთ მაგის ბიჭო მე მინდოდა რომ ხან სერვერები მალე იხურება შიშები აქვთ ვიღაცები გარბიან მე მოატყუეს ხალხი და მინდოდა რომ ეს სტაბილური შეგექმნა დამედო სადაც ადამიანი შევიდოდა და გლეხს თავისი მიწა ექნებოდა და მოიყვანდა და არა ნახე იმას გაეთავისებინა რომ ეს წელი სტაბილური რატო იქნება რა 6 თვე კი ბეტსონი მიდგას რა მაგ პროექტში მაგრამ რაღაც იქიდან 6 თვეში შემოსული თანხა მინდოდა რომ გადააწილებულიყო მე შემდეგ 6 თვეზე რომ ტიპმა იცოდეს რომ ერთი წელი სტაბილურად სერვერის გადახდილია ყველაფერი წინასწარ რომ არის იყოს რა და დამკარგეთ რაზე ლაპარაკობთ აი მახარას თავის გეიმინგი რო აყვავა მაგას ელაპარაკობს მაგრამ შენ ესეთ ადამიანები ძალიან არასანდოები არიან აუ ვითიშები აი დაიწყო მასალა და აი უცებ მოწავიდეს ბიჭო როგორ არ გამეცინოს გამოვშტერდი უცებ აჩი არაფერი კომენტარს არ გააკეთებ ამაზე სპორტზე და თამაშზე რომ ელაპარაკებიან twin-ში არაფერი არ შემდის აი ეგრევე მეტი შევა თამაში არ გიყვარს აუ ნერვოზდები მე სიზმრება ნერვები მეშლება ანუ ვერ ვერთობი საერთოდ კალა რაზე პირად შეურაცხყოფად ვიღებ წაგებას მახარა მოუთხრა მაგდას რომ ესო შენაერი ტიპი მალე რომ ბეზრდება თუ რაღაცები არასანდოები არიან და რაღაცები არა ის რაღაცები ხომ არ იტყოდი შენ ამაზე სარკი არის ანუ ერთმანეთს ზუსტად ჩემზია რა ანუ წეგან მე და შენ რო ლაპარაკობდით ტიპს გავხედა ხო ესე იყურება ჰაერში და მე რა შუაში ცეკვაზე რო ლაპარაკობდით აი რა ცეკვაზე მე რა შუაში ესე არა აჩის ვკითხე რომ მე მალე ბეზრდება ბიჭო რამე ნახე რაც არ გაინტერესებს ეგ არა ეგ ხა დორბლი ჩამოგეწუწა და კი არა ცეკვაზე დაიწყებთ აი ის კვადროციკლი რო ყავდა ძალიან მოგწონდა ეს რომ შემოახტებოდა სად არის ნახე თვალები გავფართოვდა არა გავყიდე რატო გავყიდე მე ის დრონი რო ჩამოიტანე გაყიდე ეგეც არა იმ დროს გადავ კახეთ აუ მოგიყვენა იქავა იქ ხახმა დამეკა წავედით თუ იქაო კახეთში დავით შემახსენე ვაშლოა ეს ნაგზალშიო ეს ვაშლოვან როგორ და გავიწდა შეჩემო არ ვიცი იყო ვაშლოა ეს ნაგზალი მეგონა ვიდეო ვაშლი არ იყო ვაშლი ვიდეოები დევს ხოლმე ვაშლოა ეს ნაგზალზე რომ სიმწვანე და რაღაცა ყაყაჩოებიზე მინდოდი თუ რა და დაგხვდა ჩემი 3 საათი ესე კლდეს შუა ვიარი აი არა ნაცრისფერ რაღაცა ზოლში რა ხარუხში აი ეს ვენტურა შეჩემო თან ეს მეთქი ეს მათ მანქანები ყავდათ ისინი რა ოფროდ მანქანები და ჩემი ხო ცოტა ოფროდი არ არის ცოტა თან ქალაქი არის ამათ ჯიბზე რო უყურებდი პიკაპზე ლაპარაკობ ჯიბზე რო უყურებდი ეს ჩადგმული ხო და ურახარუხით ვიარე იქ შეშე აღარ ვარ გამანქანა მივედით და აი ეს არის ეს ადგილიო და რა ხდება ალაზანი მოდის კრუგავს და მიდის უკან ვაუ როცა ძმამ გიქა რომ მაგარი ადგილი იცის გველი დაბლა თანეს გვესა მაგრამ დაბლა რო იძახის უკვე კაია კიდე კაი გველი მაინც იყო არა და დაბლა აი მაგ ანუ მართლა სამი გველი აი ეს მივედი და აბა მეთქი სიმწვანე ნაგრძალი ხო არის ეგ გელი დათვი რაღაცა
რატოია რა ეგიდით აი სამეგობრო წავედით მანქანები რომ ვისი მზითაც მანქანების დატოლება მიდის ხოლმე დიდარი ხალხი ანუ პროცესი რომ გასწორებოდათ მაგრამ ამას პროცესიც არ გაუსწორდა ანუ აშკარად მაგარი მანქანები ხო ვიცი ვნახე მე თიკა ბიჭო ესე მე თქვი უყურებ სადა სიმწვანე მანახე აი ეს ალაზანი ნახევრასა შვებაო ვაუ დინარემ დატრიალდა რამდენი დატრიალდა ბიჭო ანუ აქედან როგორ გავიდე საიდან გავიდე ვაშლი არისო ანუ არა ვაშლი კი ნაცისფერი რაღაცაში მივდიოდით ბიჭო რა მე ღამე იყო კარო დავბრუნდით წვადი არა ჭამეთ ხო ჭამეთ მაშინ ყველაზე მთავარი შეხო ვიდექი და უცებ ხალხი მოვარდა კარვებით აი უცებ გეფიცები აი ჰო ეს 40 კაცი მოვიდა ეს ტრაქში გიყიდნენ კარვები გაშალეს კარვები მანქანა გადამაწევინეს აქ კარვები უნდა გავშლოს და უცებ აი ეს კარვების ქალაქი გაიშთა შეოღონდ მარტო ჩვენ ვიყავით ვიღაცებმა კარვებით გადაწყვეტეს ღამე იქ დარჩენა თან უბერავდა იმასთან მდინარესთან როდი სად რა მინჩი რა ვიღაცებს ზეს არ გამოუჭყიტია და როდის იყავი შეჩემა არა მაგ დღეს იყო მზე მაგრამ იქ აურია მაინც სამიდვა ვერ ვიხდი ბიჭო ანუ აი გასაგებია გიყვარს ისე ეგრე გარე გასვლები მე არა წამოსვლა გამისოდა ღამე სიმენეში დადიხარ მანქანის ოღონდ შოქორები რო არის და 100-ით რომ მოდიხარ ძალიან დიდი რისკია რომ დაიმტვრე რა და აი ადრენალინი ცოტა იმას გიშვება რა გისწორდება ხო არა ეს დიდი მანქანა რატო ყავს მე შემხვდა დიდი მანქანა რომელიც ქალაქისაა თავიდან ბოლომდე რაში მჭირდება კაც მარიცის გავყიდი მაგ მანქანას მალე ჩაუჭექი 5000 თქვა გაიდი ხა ვიყიდი არა 5000-ად არ გავყიდი 7 12 ჰა 12 რომ მეწლიანია ძია 21 ჰიბრიდი 10 ანუ მეტი რაღა 21 და ეს რომ გაიგო 10 მოიცა კალას მანქანა გაყიდე აუ ვერ აყვით კიდე უნდა დავალყოთ ვახჩი რამდენზეა შენს მანქანაზე ბიჭო ხო $200 უკვე 250 გითხარი ბოლო და რამდენზეა 9-ზე ვართ ეხლა რა 3-9 ვერ იყიდი რა მანქანა ყავს მოდიან ნახო ყავდა ყავდა ესა ფიუჟენი და მივეცი מחარასწორ და მე გაგიყიდიო მე დაიტოვე მეთქი და ესა რაღაცა მე არ მინდაო აუ ეხა მაგ ფიუჟენზე გამახსდა ერთხელ დაგინახე მაგ ფიუჟენში ანუ მანქანით ჩაგიარე და აი ეს ჩემი ქმარი რო არის ძალიან უყვარხარ რა ეს და შენი სახელი აწერია აქ გულზე და აუ რაღაცა მაშინ მაინც მომერიდა რომ უნდა დამეღრიალა რომ ჩემ ქმარს მაგრად უყვარხარ და მე წარმოგიდგენ შენ ადგილას თავი რომ აი ვიღაცა მიყვირის მანქანიდან გოგო ჩემ ქმარს მაგრად უყვარხარ და ჩაგიარე რა მაგრამ ეხა მაინც გაგაგებინო ჩემს ქმარს ძალიან უყვარხარ ჩემზე მეტად უყვარხარ წესით ჩემთვის აქ რა თქვა რომ საკმარის შეშლილი არ ყოფილხარ შენ ხო არა მაინც ანუ შემეცოდე მივხვდი შენს ადგილას წარმოგიდგენ თავი და მეთქი არა მე დაუყვირიათ ეგრე მანქანიდან ხო მაგრამ მე მიყვარხარ და უყვირიათ ალბათ და ჩემს ქმარს მაგრად უყვარხარ ეგ ეხლა მაგაზე ეძახს ანუ კარგზე იძახს ეს ანუ შეყავს რო გეძახე რა გადააჯვიდა ეგ ვინჩემ რა მოგცა ძალიან ხშირად ბიჭო 3-8-ზე ჩამოვიდა არის ვაფშე ბაზარზე დააქვს რუსთავში ხალხი არ დადის რა აბა მანქანების იმპორტიო გაძვირდაო და გაძვირდებაო მანქანა ფიუჟენი გეტყვი რაშია პრობლემა ფიუჟენი სადაც ბევრია და შენი დალეწილი ფიუჟენი ალბათ არავის არ ჭირდება ესე კარგად შეავლე თვალი დალეწილი უბრალოდ ფიუჟენი ყავს ძალიან ბევრს და მანქანაზე მოთხოვნა რო ბევრია შესაბამისად კაროპკა ურტყავს რა იყო რაო კაროპკა ეგ არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მანქანას ჭირდეს სამი პაჩკა ისა მეც ჩამეშალა წინა მანქანას ის დაიხარჯა ფრჩხილების ლაკი ამის მანქანაზე ის ჟანგები ამოგვევსო ბიჭო მე გითხარი რომ ის არა ქვია დააკელი თქვა არ არის პრობლემა ეგ აი 3 მე არ წავიყვანე კონტენტად რო აქციოთ 3 ეგ უნდა მეკითხე 3 მიყავ და შენ ხო თავის დროზე გააჩუქეთ 3000 რატო არ არის არაფერი $300 აი არაფერი არა ვერ ხედავ რამდენი ჩაერიცხა წეღან არ ვიცი მაგრამ ამას ხო მაგრამ მე კონტაქტში ჩააბრუნოს მახარას ამისი რომ იყო და ამის გააკეთებდა კომენტარებში ხო არა მახარას არ ვაჩუქებ მაგრამ ეხა თან ეგ გამოყენებული მანქანის მაგარია ცხის მანქანას რო დედა აი ჯართია დანჯღრეულიო ამან მაგდან დანჯღრეულიო რამდენი წელი არაც ყავს ისე
აი ხა ახალი მანქანა მყავს. უი. შენ არ უყურებ პოდკასტს, ხო? მეგობრებო, ვისაც კალას მანქანა შეძენაგინათ, ავტოკალასი მოძებნეთ, უკარგესი ხალხია. იმათ ყავს მანქანა დაურეკეთ. მე ნუ დამირეკავს. ყურება? ანუ ხო ეხლა. და ნახეთ და შეიძლება. მოიცა ორი რაღაცა ხდება ერთად და არც ერთი არ მასწავლა. აი ეს გაჩვენე. ეს გაჩვენდეს არ გენა გაუშვიდი მანქანა, შეგასაკეთებ არაფერს. რა მანქანას უყიდი? თავის მანქანას. Ford Fusion-ი იყიდა მეგობრებო 2012-იანი. 2000 ძალიან მაგარი, იმენა არანატაქსავები მანქანა, მაგრამ ნეტატაქსავები იყო სიაგდე დამოწული რომ ნეტატაქსავა ვინმეს მოშვილი ვიყო მართლა ჩემი დედა. აი ამოდიში მაგრამ აი რა ჭირს მართლა ეგეთი არა მართლა შემნაკითხო რა ჭირს აი პროჭიდან აქ გამოცლილი ყველა ნაწილი ჩემი. გეუბნები ისა პომადა კი არა ბიჭო შეცვლილი მაგ ძალიან ბევრი რაღაცა. მაგაზე პასუხის გქო ლაკი, შილაკი, მანიკური? მანიკური იმენა, აი სამი პაჩკა მანიკური დაიხარჯა, იმ ჟანგების ამოსავსებად ხო არ შევღებავდით. მაგაზე შეგიძლია პასუხის გებლობა მოიშო რომ მე ესეთი ვიყიდა. არა, ესეთი იყო. რა უნდა მექნება? მე ანუ ჟანგი გავუშვდე რა მოეფერო და რა უნდა მექნება? ხო, კი ბა გეთანხმები. ეხლა ჩემს მაინტერესებს რა მანქანის ყიდვას გეგმავთ? იყიდა თქვენობით კი. ყალა ძალიან კაი მანქანა იყო. მყავს მანქანა. Toyota RAV4. ოპა. 2019-იანი. ოკეი. მართლა დავეჯახე ბოზიში. მაგარია. და מחარა მოვიდა წაღან და გაგისვიო. Toyota RAV4. ეს ამ Toyota RAV4 რა შემერევა? უი, მე მეგონა Forerunner ყავთ. კარგად. მივსხი ამის მანქანა. მოიცადო, იქნება RAV4 კარგი არის და. ნანახი მაგ. მაყურებელსაც უთხრათ რა, დღეს מחარა რომ მოვიდა, შენ მოვიდა და מחარას ვისა კალას მანქანას გაუსვიო. გაუსვე რო გამეფა, გავიხრიგინე. კალა თუ შეგიძლია ფოტო ჩამიგდე რა, პროსტა რაღაც თუ არსებობს. არა, ბო საბურავი გავუდე. არა, საბურავი მიედო რა და რო წაიწია ამის მანქანა ზევით. მე მივხვდი რა. დაზღვეული ყავს, კალა. არ იყო შეყავსა და რა დაზღვეული. ყავს დაზღვეული, ხო? კი. ხო? ამას შენ გადაგახტებინა. შეგიძლია. ჩავრთოთ მე მგონი. დაზღვევასა რა დაზღვევას ხო მე არ ვაზღვევ ხო შევძე საზღვაო კომპანიას მოვიდეს და დამიზღვეს მანქანა მირეკავენ სულ მგონია რომ ვითომ საერთოდ ერეკავენ და დიახ რა და კაი შემოთავაზება განდელა ეს კი ვის დარეკავ ბიჭო რა შემოთავაზ რა ფული ბიჭო არა დაზღვევა იმეს თუ ნაჩქონ მე უნდა მაჩქონ ჩემი აზრით იმიტომ რომ ყველაზე დიდი რეკლამა გავაკეთე სადაზღვეოსი რაც შემიძლია გამეკეთებინა და ორ დღენახევარში მომიგვარეს პრობლემა უდიდესი რომელიც ვაფშე არ რომელზეც ფული მოგცეს და უფრო მეტი გეკუთვნა. ბევრად მეტი დამრჩა მაგ ფულიდან. მანქანა გავაკეთე და დამრჩა. מחარას დამსახურებაა შეიძლება რომ დამრჩა. რამდენი უნდა დარჩიოდა კიდე ის და მოატყუეს როგორც კი ფული დაინახე ხელი მოაწერა. ეგეთი რა არ მინახ. აი აჩიკო და მე ვერ გამიკითხავ. მოიცა ერთი წამი კლიენტი ხო არ მე. კლიენტი კვაყოფილია რა მნიშვნელობა აქვს. მე ჩემი დაზღვევით კვაყოფილი ვარ დავრჩა. ჩემი მანქანით ეხა ვიყავი საჩხერეში, ჯასური ჩამოვედი, გამოვნათლებ ქალაქს გარეთაც ვყავდა და აუის ძალიან მაგარი მანქანაა. ხო. რამდენს გიწოდ ტრასაზე? 5-6 litrას წოვს. 5-6 წოვს. მართლა ჯიპი გოგო 5. არ მჯერა ეს ტყუილები რა. აი. მე ნამჯერ. არ დავიჯერებ, რა ხელა მანქანა რანაირად წოვს 5 და 6. კეფიცები. ჰიბრიდია. მართლა? ჰიბრიდია, ხო? ყველა ჩამიქნებია წერან ხელი მაშინ. მე გაზი მიყევია და გაზსა და ბენზინს ერთად ავწა უკვე. და გაზზე თუ გადაიყვან? არა, გაზზე გაზ. ის რო მისღება გაზი ფუფ. ის კლიპები რო გადავიღეთ, მაშინ გავავსე ბაკი. ბენზინის ფული თუ არ გაყიდე ძმაო რა მანქანა. თორჩო რო ყავდა სტუმრად, აი მაშინ გავავსე ბაკი. და იმის მერე მაგბაკი. და იმის მერე ეხა რო სოფელში მივდიოდი. აუდი და გუშინ რომ მივდიოდი აჩი. არის, ანუ კიდე იყო ბენზინი რა, ანთებულიც არ იყო. და მასკენი რა ქვია? და აშიკოს აფირა. გავავსე ეხა. მეც ეგრეა. ვასე მე გაზ მაშინ მაგარია. მე მაგრა დავდივარ. მე ჩავთვალო ბენზინს. იმ დღეს ვეუბნებოდი מחარას რომ აი ხანი არ მახსოვს რამდენჯერად შევხედე ბენზინის ნიშნულს ყოველთვის ქვევით არის. ყოველთვის ხო შეიძლება ერთხელ ქვენი ოცილარები შუაში იყოს რა. ყოველთვის აბა מחარას ბენზინზე. შეიძლება გაიგონე რა თქვა? რა? ჩემი მანქანა გაზზე რო არ იყოსო 38-ს წოვსო. და გაზზე ხო არ არის? არის. და გაზზე რამდენს წოვს? 33-ს? გაზი ჩააყენე? გაზი ყავს. ყველაფერი რა მანქანა ყავს გთხოვ თქვი? რომ კარგად ფორდი ხაზავდა. მანქანა არის, ანუ ტანკი. ტანკი ყავს გაზზე. მომისმინე. ადგილი მაგ და ჩავაყენე გაზი, იმიტომ რომ გაზით 150 ლარით გავდივარ 400 კილომეტრს შეჩება. ყველანაირი პატივისცემა დაკარგე ჩემი. აი როგორც მანქანის ტიპი, აი არა, ისე 38-ს რომ მიწოვდეს. გაზს რო აყენებს ტიპი. აი რა ვიცი რა. რატო?
თუ არ გაქვს ტრაკი, ნუ დადიხარ მაგ მანქანა და იყიდე ისეთი და წიული. ის გაზიც ფული ღირს. ხო, მაგრამ ეს გაზი ხო აკლებს რაღაცას მანქანას. სილამაზეს ის არა. ჩააგდო. ხვენი რა, რომ გადმოდიხარ მანქანიდან ესე რო ველოდები? გარეთ. რატო გამევასყავ ხოლმე? შუა რო არავინ დაინახოს. ეგ გაზ დიდი ხანი ყოფნის? მოდი ეს გავიაროთ, რომ ზოგადად გაზ კი არ დავცინით, იმ ხალხს დავცინით, ვისაც მილიონი ნახევრიანი მანქანა ყავს და გაზ ერიცხება ფული გადაცემაში იმდენი რომ ვერ ითulis. არა ბიჭო, ჩააყენა გაზი კიდე. და $5 გვახტევინებს ჩვენ. სერვერი რო შეინახოს და კიდე. ჩემი კრები და რომ მოვდიო. 38 ליטრიანი მანქანა ყავს და $5 ხალხს ახტევინებს რომ სერვერი რო შევინახოთ. რომ მე გაზი ჩაასხას ღამე რო არავინ დაინახოს. თან კიდე ბეცონის გვერდში მიდგასო. 20 ლარიო. ყოველდღე 20 ლარიო და $5 კიდე იმისიო, საკომისიო. აშკარად ბეცონი გვერდში არ გიდგას, შორს დგას ძალიან. არა ბიჭო, ერთო. უფრო ახლოს დაგიდგეს. 38 ლიტრი არის გლდანში რომ ჩავიდე და ამოვიდე სახში, მინდა 250 ლარის ბენზინი. ამიტომ ეს მანქანა არ ანუ უნდა უნდა გაყიდო. მინდა ეს მანქანა. და კაია. მინდა ეს მანქანა. ხო ხო პუმა უნდა. ესეთ ეს მანქანა მაჩუქეს. კარლაინა აუტო. გაზ ცოტა წვავს. საჩუქრად გადა. გაზ ცოტა ეგ რა საჩუქარია ძმა 38 თუ გიწევს. ხო ბოღმა. იმენა. ესეც იქ არის ბოღმა. ეოსებიან კარლაინელები. გაზი 150 ლარით მატარებს 400 კილომეტრს. და გაწევა არ მოაკლა? არა, კათხევადია ახალი სისტემა. ისე Toyota Forerunner რატო არ ყავს? ხან მე პიკაპი მიყვარს რა. ნუ და ისე იყენებ პიკაპს თუ ალუბლები და კომპოტები გიყრია უკან? არა, სიძახი. მგონი რომ ვაშლი უყრია უკან და ეგრე დადის. მე ვიცი მე იყენებ და სავსე მქონდა უკან აი დომინოში ხით გავავსებ თლიანად და ის მასმათო და იყენებ უკან ხარისო. ისე მე ხო მაგ მანქანაში არ დავჯექ, შევედი, ან მანქანაში შევედი, პროსტა ავდექი და შევედი. და კარი გამოვიხურე. ანუ ვიდექი ფეხზე. კი ესე, მანქანაში შევედი და ესე შევედი. გული დაგარტყა. უცებ ეს თავი დავინახე, ნელა რა შემოტრიალდა. ანუ გარედან გადაჭრა თითქოს აქ გასაზე ტალახებში. ანუ მანქანა ისე გამოიყვება შიგნიდან, რომ ანუ რაღაცა ეგეთი მანქანა არა, შიგნიდან გაწმინდა რა ფეხები. და პატრონიც ისეთი ყავს, რომ აი მომენტ რა ოკეი არა. რა გლეხი არის ვინ არის. ხო, ეგეთი მანქანა გლეხუჭასი. ამეც თან გაზი რო ჩასაყენებული შეიძლება მოისაქმო ეხა დაჟე აი რო შეყვალ ერთი წუთით და ერთი ოროთახიანი ბინის ხელა არის. მართალი ხარ თმათ, თუ ტრაკი არა გაქვს რატო დადიხარ 5-ში? არა, 38 მართლა ბევრია, გეთანხმები. მართლა მეც ბევრჯერ დამიცინია 6 და 3 CLS-ები. მაგრამ არ ყოფილა მართლა. შევიცი ბლატ და გაზი სუნიო. დაყობა შევეძე წასწრებ, თუ ტრაკი გაქვს და მანქანა გინდა, მაგრამ მეორე ფაქტორი ამოდის იმათი მხრიდან, ანუ ჩვენი რომ მინდა, მაგრამ არ მინდა რომ 38 გახდა ის ტიპი. არა, არ მინდა რომ 38 ლიტრი არა 38, მაგრამ ეხა 16 რო ჰიბრიდები არსებობს, ბრატუხა. ესეთი ჰიბრიდი არსებობს. იმას ვიყიდი, მაგრამ მე ვაფშე ჰიბრიდზე აი ანუ ჰიბრიდზე იმაშვება და გაზი არა. ანუ ეს ხამე რო გას იმაშო რომ გადმოდიხარ სიგარეტს რო ეწევი, მაგდამ კარგად გააკეთა წაგან. მაგაზე გული არ გერე. ყეში რომ მიდიხარ და დახარ უხში, გინდა ისეთი სისტემა, რომ აი მარტი ეს არის 5-დან 2, არაფერი არა, ზედმეტი არ სტურბი. 5-დან 2 ძალიან კარგი პილოტია. გამოაძრე, შეარჭე არის რა, ძრავი ხვდები, ანუ გაფუჭდა, გაგდენი გადა. შენ ეგრე მოვდი რომ ჰიბრიდზე გული ელექტროზეც გული მერევაო და ეხაო ტესლაო ძალიან კაია. ტესლა ყავდეს. აი მანქანის საცოდაობა. აჰა, ძაღლი ახსენეო და ლუკა მოვიდა. ტესლა უნდა ყავდეს. ტესლა ყავს. ოკეი. აი ხა ვადი და შეძმობას ვიცავარ. ეხა ვაპირებდით და ამას რომ შენი მანქანა იხატება, იმიტომ რომ ერთი კვირა ეს ეხატავენ არა, მაგრა კი მუშაობენ ბიჭო. რა ამაზე რაც მოვიდა დედას გებცები შეშინებლები არის. ისე ავტომოყვარული ხარ? ხო, გეტყობა. ჩემსაზე რა მოვიდა? ჩემსაზე რა მოვიდა? არაჩვეულებრივი მანქანა გამატანე გიორგი, პროსტა ის ყავის გადასხმული ის რო აქ წინ და არა, მაგას აუწევ. ფერები რო არ ემთხვევა და რაღაცა. არა, ეხა ყველას გადაუარეთ ტესლას, გაზებს. მაგათ ვისაც რის საშუალება გაქვთ ის იყიდეთ, მაგრამ არ ვიცი რატო შეიყარა ხა. რა 38 ლიტრი. ეს ამისი კარგა არის ბოზიშვილი. მე პირადად შევამოწმე რომ მეტი შპაკლი არ წასულიყო და ამის მანქანა არ ჩავკერეთ, ხვდები? ანუ არ ჩავჭერით, იმიტომ რა ხარ ამის მანქანა. პირველ მაქსიმუმ იცოდეს რომ ის დეტალი. მახარ, ეხლა რომ ტესლას მძღოლის ვიძე არ არის, ლუკა? აუ, კი, ჭკვიანი. რაღაც ახალი. გეხვეწე გამიჩი კადრში. Please take photo. ტესლაზე უნდა იჯდეს აი ეგეთ. მოესალმე ხალხო.
გამარჯობა. მომავალი ტესლას ტესლა უნდა მძღოლი. ყავდე. აი, არა, მართლა ტესლას მძღოლს გავხარ. მაგრამ ერთ-ერთი უნდა ჭკვიანი. ყავდეს ტესლა. ანუ ჭკვიანი დახვეწილი უგემოვნო. ჭკვიანი დახვეწილი უგემოვნო, ნო. კი, ჭკვიანი დახვეწილი. არა, ლუკა არის ძველი YouTube-ის მაყურებელი რა. შენ ხო ახალს არ უყურებ, ეს ძველს უყურებ და დაჟე და მე ახალს უფრო უყურებ. ეს არა ქვია, იქ თქვენ YouTuber-ებს. ძველები მაქვს რა ნახე. არა, ფირმა YouTuber-ებს რა, ტესლები რო ყავდათ ბავშვმა იქ ამური ის გამორჩენილი. ეგრე არის ტესლა. ხო, უნდა ვიყიდო და ჩამოიყვანა ძალიან კარგი ბიტმა, ჩამოუყვანა ერთმა, ერთი იქნება მალე ხო შულყო პიში მივეცი მეტი რა გავაკეთო რა. მანქანას. მაგრამ კაი იქნება მართლა. კაი, ჩემო. სატენი გაქვს საიდელი რა. კაცი 500 ლარიღის არა ორიგინალიო, 300 დოლარიო ორიგინალიო. ბათუმამდე ჩავა? მარა სიძავს. და იქ, ოკეი, ბათუმამდე ჩავა. არა, მე უნდა ვიყიდო. უფრო შორისადან წახვიდე. სამაკლოს 1000 დოლარად რა. ანუ მაგდა ესე მე რაც მივხვდი შენზე, შენ TikTok-ი მაგ YouTube-ს არ ორი, ტესლა ორი ხო ნორმალურია, ძველია. იმიტომ არ უყურებ რომ მიჩვეული ვარ მოკლე ვიდეოების ყურებას. აი, მახარ, გაიგე? გამომხედე ერთი. ხო და ნახე ერთი წამი. სამი თუ არის, ორი და ერთი. პარალელური საუბარი შეწყდეს. ხო, ანუ შეიძლება რომ YouTuber-ი გამოხვიდე თუ YouTube-ს არ უყურებ, ხო სიგიჟეა. ფული მომეც, ფულის ხმა გავიგე. ოი მე, ეს არ მინდა. 5 ლარი. ეგ Wrangler-ზე არ მეყოფა. აუ Wrangler-ს. ხო, აი 7 ლარს რომ აძლევ. მიკროფონი. აუ ეს გასაერთო ჩემ. არა, ესე თუ არ ელაპარაკა, ის აი. მომისმე. Wrangler-ი რადგინა დაია. რო გამოყვეთ ვაშლი ჯვარში გველის სანახავად. ვაშლოვანში. გინდა ხომ? ეგეთ ადგილებში ვაშლი ჯვარში არ ამგონია რომ ვაშლი ჯვარში დიდი მანქანა გჭირდებოდეს. მოიცა, გიყვარს ეგეთი რაღაცეები? რავი, კი, მოწონს შუაგზიდან არ მოგბეზდეთ. ანუ ნახე, რეალურად არ მჭირდება, მაგრამ ისე თბილისის გზებზე კი მჭირდება. ხო გითხარი გუშინი მხელა. Wrangler ძალიან ბევრს აწვავს, მაშინ გიბრიდი. გაზზე გადავიყვან კაცო. არა, ელექტრო იყო იქ წამოსული. არა, ხომ. იყო ელექტრო. არა, ის მაძარებდა Wrangler იყიდა გაზზე გადაიყვანეო. ხო რა, მე. არაფერი, გასწო ჩასხო დიდი ხანი და. აი, მანქანები ძალიან ჩემი ანუ მე მჯერა რომ მანქანა უნდა გამოგადგეს რა და მანქანა რომელიც 18 litrს გიწვავს. Wrangler ყველაზე უნდა გავიგე. მაშინ იმდენი უნდა გერიცხებოდეს ფული, რომ ვერ ითული ფიზიკურად. 6 ლიტრი. და ჯერ მარტო ჩასხავ. რო ჩაასხავ და ორი კვირა რო აღარ ჩაასხავ ბენზინს, იმდენად კომფორტულია ასევე, რომ ძალიან კაი. თან სპონსორი თუ ყავს, ახლა შუქნიან საწვავს. ბენზინის გამო რომ მუშაობ ძალიან. ტონა, 1 ტონა. აუ, მაშინ მეც გამავალ YouTube-ელი ეგრე, მაგდენით. ჩემი მომე 1 ტონა საწვავს. მანქანა რო გაიგეს რო ვიყიდე, მაჩუქეს ბიჭო 300 ლიტრა და 300 ლიტრა. რამდენი მეყოფა ბიჭო მე? მაგრამ 300 ჩემი მანქანისთვის ბევრია. აი 300 ლარს თუ ვერ მაძლევ 300 litrას გამოგაგე. მომისმე 1 ტონა მომცე მოთხარი რა. ჰა? აუ ვიღაც მათხოვარი მეგონა. თափ. ვინ არია? და რა, 1 ტონა რაღაც გინდა შეჩემ უნდა შეიცხა ტრაქში გაზზე ყავს ისა. მე რა ბენზინზე ვივლი. ანუ პრობლემა არ აქვს. გაზს რო აყენა ბენზინს აქვს. ბენზინზე იulis 38. აი ეს მაგითო დავამატე. ანუ აი რა მოიწე და კომპანიას რატო აი შე ტონა მინდა რამდენი ხანი გეყოფა ის ტონა? 1 თვე? თვეში ტონა. ვად არ გასდის. თვეში ტონა. ნახე, ეხა მე გეტყვი კარგ რაღაცა რჩევას. შენ რო აკეთებ სერვერს და 5 დოლარს რო ადებ, ბენზინიც დაადე. რო ამდენი ბარელი ბენზინია გადასახდელი, რო სერვერმა იმუშაოს, იმიტომ რომ იმ ბიჟოქს საწვავი არ უნდა, რო ჩაასხა რაღაცა. ის სერვერი რო გაიჩოს, დენი წავიდეს, ხო და ამუშაოს რაღაც. ესეთ რაღაცას შვები, ანუ ეგ ჭირდება? თუ ეგ არ აქვს მაგას. ანუ არავის გააქვს. ანუ რაღაც გონია რომ მაგასაც შვები. თუ ეგ არ ჭირდება. არა, ამაშობა თავის ბოლდროს ამას აკეთებს ხოლმე, მაგრამ. რაზე მეუბნება რა? ანუ რაღაცა დვიჟოკი ხო? პროსტო მისდევს თემას, ანუ დვიჟოკი ხო ახსენა. აი, დაიჭე და დვიჟოკია. შენ ისა, ჩემ ბიჭი, რაღაცა მე თქვა. ეს ბესეთკა დამთავრდა ჩემი გააკეთდა და მე მეუბნება რენდომ თემებზე ვლაპარაკობ. აი კი. ეხა პაროდიას რო გააკეთებს და ხეს მიიდოს ისა შემო პოდკასტ არ უყურებ. კარგი. მაგიდის ზედაპირები სად მეიყიდება ესე რომ რა ხდება? ანუ შენი კაკლის მაგიდაში ჩემ მანქანას არ გაგიცვლი და ეგეთ რაღაცები დაივიწყე, რაღაცა რომ ვიყიდო რომ ირჩიო. ისე კაკლის მაგიდა უფრო კაია თუ შენი Ford Fusion-ი? მუხა გინდა 2000. ფასით? ხო. შენ Ford Fusion-ს რატო გადაუვარე? ვიცი. აქავა და 12000 დოლარიანი მანქანა მყავსო? ნაგავი მანქანა. არა, 12-იანი არ მყავს. Ford-ი ყავს ამერიკული პალიცეისკი, ბიჭო. ამეთ. გაიგეთ თქვა. ჰა?
7-9-ად ვიყიდო ეგ მანქანა. შენ 10 უთხარე წეღან, ანუ შენ გატყუებდა. არ ვატყუებდი, არ მივცე არ მათ. ვიყიდი ნაგავია ბიჭო, კალმაკებზე არის. ნუ ცოტა ამერიკაში შედარბის ხო დისკები რო ძლებდა და კრიკ რო დაგორავს, აი ეგ არის. არაფერი დისკები არ ძლებდა. ხო და რა სად ზედაპირები იყიდება სადმე? 2000 ლარად მუხის ზედაპირი გინდა? რა ზომაა? რა ზომა გინდა? თუ არ არის ის ზომა? და ის რომ მიამატო, ფიჭვი უნდა მიამატო 1 მეტრი? არა, შეჩემა, რამდენი 2.5 გინდა? ხო, რაღაც ეგრე ალბათ. 2.5 და ბესეთკაში რამდენი არის რეკომენდებული, როცა ამ ხელა საძმაკაცო ყავს, 5 ძმაკაცზე მეტი. რამდენი მეტრიანია ბესეთკა? 5? არის კი, არის, დიდია. 2.5 მაშინ 9 რო დატოვო სასიარულოდ. ხო? 2.5 80-ზე რა განი. ხო. 80-ზე. რამდენი კაცი ეტყვა, გრუბად რომ დამითვალო ჯიგარო. რამდენი კაცი ეტყვა ეგეთ მაგიდაზე, 2.5-იანზე. 12-14 რა. ხო, 2.5-იანზე. აი 2.5-იანი მინდა რა. შენი ჭირიმე, მართლა გეუბნები, აი გადამიდე რა. ხა შეჭე, მუხა უნდა დავამზადო მაშინ 3000 ლარამდე აგივა. ამზადოს. თვითონ არა მუხა მაგარი. სამზადებენ. ამას მოგცემ მოსეს 10000 იღი შეჭება. ხო, ამას მომცემ რამდენად არა, შემთვის მინდა. აი შენთვის გინდა. ეს რა მაგ არ უყურებ რა ლამაზ. არა, ნამდვილად ძალიან ლამაზ. რომ მოვედი აი ესე. კაცი მუხასა ვეთყვი იმ ბიჭს ა? იმ ხელა პიკული რატო და მომწერე ისა. მუხა მოგცემს რკოსა? მუხა რკოსა ჩვენ რო ვილაპარაკეთ დამოვიწყე შენი კონტაქტი და მომწერე რა მუხაზე რა მინდა ეს. მეგობრებო, ვინმეს უფრო იაფი ვარიანტები თუ გაქვთ, განვიხილავ ასევე. არა, 2.5 მეტრზე თან ფორმა რომ მისცე ხა, მეტრი მე აი ესეთი ფორმები მიყვარს, აი. და მაგას გეუნები ხა ეგ უნდა ნახო იქ, ესო გული არის ამოჭრილი, აი. აჰა. კარში მაგიდებზე ლაპარაკს. მაგიდებზე მანქანებზე? მანქანებზე ისე კი, ცოტა. კაი, ბოლოსკენ უნდა გავიდეთ. რადგან ერთი წელი. ავედით, მაგდა ძალიან დიდი მაგდა. მაგდას ან მართლა ესეთი ფრაზა თქვა, מחარას არ მართლა გაუგია. ვეცადე რომ მაგიდაზე აყოლოდით, მაგრამ ვიცი, ცოტა ხელზე ეს ცოტა რომ მოჯენზიო არის, რა მაგიდა ძალიან კიდია სამსახურში. ხო, მაგიდა საერთოდ ძვირად უნდა ღირდეს ვერ ხვდები, მაგრამ ღირს. რა მაგიდა არა ყვახი. დიდი თემა არის, დიდი ხისგან არის და מחარას ლექციას ხო, წაგხავს. შემდეგ პოდკასტზე ვქნათ ეგ ლექცია. შრომა. ეს იყო პოდკასტი. ცეკვა რატო უნდა იყოს? აი ეს რატო უნდა იყოს? ბიჭო, ამას არ ვაკეთებ. ხო, ამაგას აკეთებ, შენ შეგავსკარ აკეთებ, აბა ჩვენგან ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობისთვის კაი, აჩი გვემშვიდობება ხედავ. ეს იყო პოდკასტი, სადაც სიტყვა ვერ ჩავაგდე, რაც კარგად მეტყველებს ამ გადაცემაზე. მადლობა მაგდას, ძალიან დიდი. სიტყვა. მადლობა. გოსანმა სიტყვა ვერ ჩააგდო. ტოჟებნე ნიჭიერი. და დავიმშვიდობოთ მაყურებელს. დიდი მადლობა მაგდა შენ იმისთვის რომ არსებობ და აი მართლა შენ რო არ არსებობდი ალბათ საერთოდ არ მოხდებოდა მართლა. აზრი არ ექნებოდა ცხოვრებას, შენთვის მინდა. ძალიან მიხარია რომ დღევანდელ გადაცემაში ნასწავლი მიკროფონთან ლაპარაკო რომ გაიგე. ბოლოს მაინც. ძალიან მიხარია, აი. ბოლოს თქოს დავტოვებ რომ იმედია ყავა დაგასპონსორებთ, საშინელ ყავას ვამთ. აუ ეს კიდე თავი რასაც ვარ შენა. არ გეტყვი. ხო და მითხარი, მიდი აბა. სუმბათას. რა არის სუმ? ნახარში გიყვარს შენა? ხო. მე რასტორი თუ გიყვარს რა ქვია ნალექიანი. მაგდას დიდი მადლობა რომ იყო ჩვენთან ერთად. მე როგორც აღნიშნე ის იქნებოდა პოდკასტური გადაცემა. იყო მე რე? იყო ნამდვილად კლასიკური ბალამუტი. აი კომენტარებში რომ გავილანძღები მივხვდები იყო თუ არა. არ გაილანძღე. არავინ რა ჩვენ არა. ყველას დაგივლით სათითაოდ, რა გონიათ? აი, მithumetes ეხა აღარ გაილანძღე. მაგდას მე ველოდები იმას რომ სკროლვა შეწყვეტს ოდესმე და დაიწყებს YouTube-ის ყურებას, რათა მე YouTube-ზე ვიხილოთ, იმიტომ რომ 3 დღე უყურებ ხომ ერთი YouTube-ის ვიდეოს თუ ჩავთ. რამდენ წუთიანს? 1 საათიანს. 3 დღეზე ნაწილდება. მოკლედ, შენაირ ნიჭიერ ხალხს და პოზიტიურ ადამიანებს და მართალ ნამდვილ ადამიანებს YouTube-ზე ველოდები და TikTok-ზე კუხნის გარჩევები დარჩეს TikTok-ზე. მადლობა რომ მომიწვიეთ. რა მოგცა დღეს პოდკასტი? გავერთე, ცოტა მშია ძალიან ეხა და წავალ შევჭა, მაგრამ გავერთე რა. מחარას ყური გეკითხება. აჩიმ რო დამირეკა, არც ვკითხე. არც ვკითხე სად მოდივარ. რა გასწავლა პოდკასტმა დღეს? აი რო გითხრა. აი პოდკასტმა რა გასწავლა? რავი რა. შეუძლებელია პროსტად. მე მიკროფონს აბრალებს. აი რა უყო, ამებს ვაკეთებ. ყელი და რო ილაპარაკოს. ხო, ეს იმითვე დასაჩუქრდებით. და თვალით იმენა რო. მახა რა ვაცადე? მე? არც ალია. ჩარიცხულ ფულებს ამოწმებს. ყელზე მიიდა. ვინ გაგუშრობს რა იმითვე დასაჩუქრდებით. ის ხო?
ავა ეს მიკროფონი დაჟდომა სუმინდა. დირკა იქნება თქვენ დაგეძლო. ესეთი მიკროფონი რაღაც main character-ად გაგზნობინებს თავს რა, მართლა. ხო, შეიძლება. მასწორებს. შეიძლება. კაი, მოკლედ, მადლობა ძალიან დიდი და კარგად იყავით, მეგობრებო, შემდეგ ხუთშაბათს კვლავ შევხვდებით. ხუთშაბათამდე.